სიკვდილის პონტია რა, ის ახსარი ამოიგდე უყურებ, აი ხელი აქ გაქვს, მაგრამ იცი რომ არ კვდები რა და აქ ემატება ეს რომ იმინა მოკვდი რა, უეჭველი მოკვდი. სიბნელეში ვიყავით, ავტომატიზირებული და მივაბოტებდი რაღაც ეს კულტურიდან თუ რაღაც ევოლუციურად მოწებებული რაღაც დაქოქილი და მივდიოდი და რაღაცები მართავდა ესე რომ ვთქვა. შუა ეს ხო გავშეშდე, გადავარდი რა ეგრევე და ყველაზე ცუდი რაც მოხდა რომ გონება არ დაუკარგე რა. გონება რომ დამეკარგეს პრობლემა ხა აღარ მექნება. რაღაც თუ დაждები რაღაცნაირად 2 საათი დააკვირდები ერთ წერტილს, რაღაცნაირად იზილები ამ ოფიერებაში რაც არის. და რა ინფორმაცია შეინახოს, ანუ ან დედამიწის გარეთ წაიღოს. არის აზონება რომელიც იტანჯება და ვერ ისვენებს რა. ამიტომ ტანჯვა და ვერ მოსვენება ჩემთვის არის ყველაზე აღმატებული რაღაცა რა. ისევ შუა საუკუნეების ტიპები ვართ. ოღონდ სხვა უფრო კაი რაღაცებს ვესვრით ერთმანეთს რა. ხო და გავიჭერე რა, მოკლედ აღმოჩნდა რომ ეს მიკროშავი ხვრელი იმდენად არასტაბილური ორბიტა აქვს, რომ შეუძლებელია რომ დროში მოგზაურობისთვის გამოიყენო. დროში ვერ მოგზაურობ, იმიტომ რომ მანდ არის ტყუპების პარადოქსი თუ გსმენთ. ანუ შენ რომ მოძრაობ ძალიან სწრაფად, ის მოძრაობს ძალიან სწრაფად. დავიწყეთ ახალი ეპიზოდი ახალ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარია დათო სამნიაშვილი, Nextonjis რედაქტორი, მწერალი, საინტერესო ადამიანი და მადლობა რომ მოხვედი დღეს დრო დაგვითმა. ჩვენი პირველი მამაკაცის სტუმარი. ჩვენი პირველი მამაკაცის სტუმარი, ხო. Yes. ჩემთან პეიქტარი ხომ ხო? ზოგადად და ის მაგას მეუბნები რა არის? სექსი ხარ და მეთქი რთულია რა. ჩვენ ეგ დავიცავით ის ბალანსი. ხო, დავიწყოთ რა. რამდენიმე თემა შევეხებით. მაგრამ ალბათ პირველი რაც ჩვენ ფორმატს ერგება არის ემოციები, ჩვენი სხეული, ჩვენი ყოფიერება. და საინტერესოა რომ აი შენ როგორ ხარ შენ თავში, შენ სხეულში. როგორ აი ხო არის მაგალითად რომ აი სამსახური საქმე აი ეს რესურსი საიდან მოგაქვს რა. სული ეცი ანუ აი მე ვაფშე ბონდე არც მესმის ვერც გამოვყოფა ეს სხეული, ტვინი რაღაც ანუ ფიქრი, აზრი ან ჩემთვის რაღაც ყველაფერი ერთია რაღაცნაირად ხო აი რო ვილაპარაკო იმაზე რომ აი სხეულში როგორ ვარ, ანუ აი მაგაზეც მიჭერს, იმიტომ რომ რავი სხეულში როგორ ვარ, ყველაფერი ვარ რა, ხო და არსებობა ჩემთვის ცვალებადია რა, ანუ ყოველთვის მუდმივად არსებობს ხო რაღაც სტატიკურად ვერ ხარ, ანუ როგორც ფიზიკურად, ბიოლოგიურად იცვლები მუდმივად, იმიტომ რომ რაღაც უჯრედი კვდება იქ თავიდან რაღაც იბადება, ხო? ანუ ეგრე არის რაღაც ფსიქიკაც შემეცნებს, სულ რაღაც ახალი აზრი შემოდის, სულ რაღაცა გიცვლის იმას, ანუ შეუძლებელია, რაც არ უნდა უინტერესო ტიპი იყო, მაინც იცვლები რა, იმიტომ რომ სულ რაღაც ტრიგერია გარედან რაღაც გიცვლის და ხო, არ ვიცი, რთულია, მაგრამ მანდ ჩემს შევენ мотиваციები, ანუ შენ თქვი რომ შენ ხო სამსახურიო საქმეო რაღაცა და მანდ არის мотиваციები რა. ეს мотиваციებიც ძალიან ესეთი რთული მოსაჭიდი რაღაცაა, ანუ мотиваციებია, რაც ყოველდღე რო ვიღვიძებ, მისწორდება, რომ ვიღვიძებ და მინდა რომ რაღაცები გავაკეთო რა. ხო, საინტერესოა ეგ რა, გეთახმები რა თქვი, მაგრამ ხო არის რა რაღაც მდგომარეობა, სადაც რაღაც ემოციურ ტურბულენტობაში ვართ ადამიანები, რაღაც სტრესი, ხო, რაღაც მოწყვლადად გრძნობ თავს რა, აი ტრიგერები რა, შეგრძნებები ტანში, რომელიც რაღაცნაირ ფიქრებს და რესურსი არ გაქვს საერთოდ, რომ ადგე და რაღაც გააკეთო. არა, ეგრე არ ვარ რაღაც. ხო, აი შენ თქვი რომ რაღაც ცვალებადიაო რა, ეგ სტატიკური არ არის, ცვალებადია და მიღებული გაქვს თითქოს რა, ეგ მდგომარეობა, რომ ეგრე ვიცვლებით რა, სულ კარგად ვერ ვიქნებით, არც ცუდად არ ვიქნებით რა. ეგ არის საინტერესო რა, რომ შენ როგორ მიხვედი მაგამდე რა, იმიტომ რომ დღეს მაგალითად არ ვიცი ხა, ჩემს ირგვლივ ადამიანები აქ სტუდიაში რო დადიან, მასიურად ეჭიდაობიან თავის ყოფიერებას რა. ანუ არ გზნობენ თავს კომფორტულად ტანში, სხეულში. ხო და უჭირთ რა რაღაც კარგად ყოფნა. ყოფნა რა, ყოფნა. უბრალოდ ყოფნა. და ხო, ჭირდებათ მაგისთვის ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, იოგა, მედიტაცია, რაღაც რა პრაქტიკა, რომ რითიც შეძლებენ, რომ აი ხო ვარ, კარგად ვარ, ცუდად ვარ რა.
ხო, მაგრამ რაც არიან ეგ რამდენად მოსწონთ, მანდ არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. ხო, რეალურად არ მოწონება ეგ რეალურად შენი თავის რა, არ მოგწონს. არ კომფორტულად ხო, ყოფილს მაგას გულისხმობ, თორე ხა მეც მაქვს რაღაცები, რაც მე ჩავშლით, რაც მე მაწყობს მაგალითად რა, მათ შორის ანუ ფსიქიკის მხრივ, მაგრამ აი ის რომ ჩემ თავთან კარგად არ ვიყო პირიქით, ანუ ყველაზე კარგად ვარ და ანუ ეგ მისწორდება პირიქით რა, ანუ იმიტომ რომ ინტერესების მომენტი მგონი არ ვიცი ხა ვერ განმაზოგადებ, ანუ სულთა ჩემ ექსპერიენსზე ვლაპარაკობ რეალურად, იმიტომ რომ რა ვიცი ხა მე როგორ ვლაპარაკობ სხვის მაგათ, ანუ ინტერესების თემა და თუ ინტერესები ყოველ დღე რო იღვიძებ და მოკლედ რაღაცა გაინტერესებს, ეგ არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის და რაღაც თუ არ გაინტერესებს დარხეული გავს. ხო, რა мотиваცია, გაღვიძების мотиваცია გქონდეს, რომ არ მარტივად აი შეხედე, აი მე არ მეს ვიღაცებს ხომ რომ აი დრო რაღაცა დრო ვაკეთო პონტი, ანუ ეგეთი რაღაც ჩემთვის ვერ წარმომიდგენია რა შე ვაკეთო, ანუ იმდენი რამე რა შეიძლება აკეთო აი პროცესულში რომ შინაპატიმრობა შეიღო, ხო? რავი, ანუ აი უამრავ ფილმს უყურე, წიგნ წაიკითხე, სერიალს უყურე, არ ვიცი, აი მილიონი რაღაცა. ხო. რავი, რაღაც მოусმინე, ანუ თან დღეს ანუ იმხელა სამყარო თან ისე დაპატარავდა, ანუ ორივეა რა, ანუ ერთი მხრივ ძალიან გაფართოვდა, იმიტომ რომ ტიპი რომ რაღაცა მიწაში იყო და მიწაში ჩიჩქნიდა, მე არაფერი არ იცოდა იმა, ხო? მიწათ მოქმედი იყო თუ ვინც იყო და ეხა უცებ რაღაცა ეკრანს გააძრობ, ყველაფერს ხედავ. ხო და თან ხო გაიზარდა, მაგრამ თან დაპატარავდა, იმიტომ ყველაფერი ამ ეკრანში ჩაჯდა რა და ხო და ანუ შენ შეგიძლია რომ ოთახში იჯდე ვიღაცას რომ დაგაპატიმროს და ეს სამყარო კონდეს ამ ოთახში და მაინც ის ინტერესები და ამოღამ რაღაცები და რავი ხო, აი მაინც ჩემის კითხვა მაინც ისე მე რაღაც მაგეგავდები ხო ჩემი აზრით შენ გინდა კითხო რომ აი როგორ უმკალდები სტრესს ან რაღაცა მაგას მეკითხი თუ რაღაცნაირად ეხლა აი ანუ მეც გეთახვები რა ასე ვამბობთ რაღაც აქ ვართ ეხლა ჩვენ და აქედან ვამბობთ რაღაცებს რა რომ ეხლა ესე უნდა იყოს მეც ეგრე ვთვლი რომ ეგრე უნდა იყოს რანაირად აბა სხვანაირად რომ ერთხელ ცხოვრობთ რაღაც აბა ხო და აი ვიღაცა არ აქვს რესურსი რომ უბრალოდ დილით ადგეს და პროსტა არ უხარია რა ანუ მაგამდე ხო მე მაგალითად რაღაც დონეზე მივედი აქამდე რა ეხლა სადაც ვარ და მიხაროდეს რაღაცა პროსტა რო ვარ რა თუნდაც რა და რაღაცები ქენი მაგისთვის რა რაღაცა ის რაღაც სიბნელეში ვიყავით რაღაც ავტომატიზირებული და მივაბოტებდი რაღაცა ეს კულტურიდან თუ რაღაც ევოლუციურად მოწებებული რაღაც დაქოქილი და მივდიოდი და რაღაცები მართავდა ესე რომ ვთქვათ რა რა მომწონებოდა რა მყარებოდა რას დავესტრესე რას არ დავესტრესე და რაღაც რა და სულ რაღაცა იმ კომფორტის ზონებში ვერ ჭობოდი რა ხო და რაღაცები ეხა როგორც ვარ მაგამდე რაღაცები მივედი ესე რომ ვთქვათ რა მაგის კითხვა მინდოდა რა აი შენ აი ამ პოზიციამდე სადაც ეხა ესე გიხარია რა როგორ მოხვდი რა რა გაიარე რა გამოცდილება იყო ის რა თორე ეხა მე რაღაცა ხო ხო არ შეიძლება თუდად ჩამოვაყალიბე კითხვა ხო ეხა მესმის ზუსტად ანუ რა მანდაც ისე სადღაც რაღაცა შევეხები იმასაც ვაპარაკე, მაგრამ მაგიდან გავშლი რა. იმიტომ გეკითხებით ან ერთსაც დავამატებ, რომ აი შენ არა პრაქტიკებ არაფერს, რამდენადაც ვიცი, ხო და აი შენი პერსპექტივა ძალიან კაია, იმიტომ მე რაღაცები დამჭირდა რომ მეკეთებინო თქვა, აი შენ რა დაგჭირდა რა, მაგალითად აი რა იყო ცოდნის მიღება ვარჯიში ან სუფთა ცნობის მოყვარეობა იყო ანუ მე ვიყავი რაღაც ეტაპზე ძალიან უინტერესო ადამიანი ან ბავშვობაში ვიყავი ძალიან ინტერესიანი ბავშვი ანუ ცნობის მოყვარე ტიპი ვიყავი და რაღაც სულ რაღაცა თამაშითაც ეხა რო ვფიქრობ ძალიან საინტერესოდ თამაშობდი იმიტომ რომ ხო არა ტიპები რა თოფოვანს თამაშობენ რაღაც თამაშობენ მე მქონდა ეხა რო ვიაზრებ მაშინ ბავშვი რაღაცნა ვერ გავიაზრებდი ანუ ჩემი სამყარო მქონდა რა იქ ანუ ქალაქებს ვაშენებდი აი ნარდის ფიგურა რო ამეღო, მაგას რაღაცა უცხო პლანეტების დანიშნულებას ვაძლევდი. ანუ მთელი იმინა სისტემა იყო, ქალაქი მქონდა, იერარქია იყო, იქ რომანი იყო და ამას ვაკეთებდი ძალიან პატარა ასაკში, არ ვიცი, ჩემს სკოლაში წავიყავ, ჯერ შესულთან პირველ კლასში ვიყავ. ხო და მე მაგან ცოტა ჩამკეტა და უფრო რაღაც უცებ ინტროვერტი ტიპი გავიჩნდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ რაღაც ასაკში ვიაზრებ ეზოში ვაფშე არ ჩავდივარ და მე მაგან ჩამაჭირა რაღაც ასაკში, იმიტომ რომ მეზოში ჩადიხარ და მეზობლის ბავშვი რომ ვაფშე ვერ გცნობს პონტი გაქვს, ანუ შენ გემართება რომ რაღაცა და ვეღარ შედიხარ რა კომუნიკაციაში მან, მაგრამ ამის პარალელურად ანუ სკოლაში და ისე ძალიან ისეთი ტიპი ვიყავ, გახსნილი ყველაფერი, აქ რაღაც ჩავიკეტე რა, უცებ და აი მაგან როგორც ჩანს დამიტრიგერა ის რომ უფრო და უფრო სახში შავჯექი, ანუ მოვიდოდი სკოლიდან სახში ვიჯექი რა. და აი რაღაცებს ვაწყობდი, მე რა ბავშვობაში დავიწყე პროსტა აი არაფრიდან წერა დავიწყე რაღაცების რა, ანუ რაღაც მოთხრობა დავწერე, პირველი ქოლგა ერქვა და ძალიან პატარა ვიყავი, არ ვიცი რა მხელა, აი ძალიან პატარა, მეორე კლასი, მესამე კლასში. პროსტა ძალიან სტრანი მოთხრობა, არ ვიცი, ანუ აი ორი სიტყვით რო ვთქვა რა არის, ანუ რატო
დამაინტერესა მაგან ახლა 8 წლის ასაკში არის რომ ქოლგის თემა არის, ვიღაც ტიპს ქოლგა ყავს და აქვს და ამით ამ ქოლგას უსწორდება, ანუ პერსონალიზაცია ხდება ამ ქოლგის და ვიღაცებს ზემოდან უყურებს თუ რაღაცა და მოკლედ მე ნელ-ნელა ეს ძველდება შენ ემოციურ მდგომარეობასთან რამე კავშირში იყო ეგ მოთხრობა თუ გახსოვს. ეხლა რო ფიქრობ ხო და ვაფშე საიდან მომივიდა ეს რომ ეს იერარქია არსებობს ესეთი და მე ვიღაცას თავი რო ზედმეტად ყვილა გონია რაღაც და მე რო ქვემოთ ჩამოვა ყველა და ყველა რო ნაგავში გადაიყრება რაღაც მომენტში ხო ანუ ეგ 8 წლის ასაკში მაინტერესა ახლა მოთხრობა წაკითხო. ხო ანუ ეგეთი მოთხრობა მქონდა 8 წლის ასაკში დაწერილი და ბოლოს ეგ მთავრდება რომ ეს ქოლგა რო რაღაც თავიდან ესე ვთქვათ ბედნიერი და ყველაზე გამოსაჩენ ადგილას კიდია და ეს პატრონი ყოველდღე ხელს კიდევს ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის ეს ტიპი ბოლოს რაღაც თაროზია და ბოლოს იჩდება იმაში რო ქვია რაღაც სადარბაზო რაში შეშედა ქვემოთ ადვალში გდია და ანუ ეგრე მთავრდება რომ ყუთს ადებენ და ვეღარაფერს ვეღარ ხედავს თუ რაღაც და კიაზრებს როგორი რაღაცა ხო რა ანუ ეს ტიპი და რამდენი წლის იყავი? ატარა არ ვიცი 8 წლის აბა 9 წლის მაქსიმუმ ხო რაღაც გენებში მოგდევს რა ეს კრეიმინგი ძიების და იმის ფანტაზიის პონტი მქონდა ალბათ ან ბავშვობიდან მქონდა როგორც ხვდები აი ეს ფანტაზიის მიმართ მიდრეკილება ანუ რაღაცების გამოგონება იმიტომ რომ სუიგონებდი ანუ რაღაც შენ რეალობას ქმნიდი და სამყაროს ალბათ რა. ეგრევე, ანუ რაღაცას რომ მომცემდი, ეგრევე მივდიოდი და მაგას ვაკეთებდი რა. აი კანფეტები, შოკოლადები რომ მქონდათ, მაგას ვშევჭამდი. და პარალელურად გარე სამყაროსთან რაღაც ის. ცოტა ის ცოტა, მაგრამ სადაც შევდიოდი. გაგიჩნდა თუ აი თავიდან რაღაც მონში იყო. არა, გამიჩნდა ეს ეზოს მაგალითად მოვიტანა სკოლაში, ვაფშე არ მქონდა. სკოლაში ძალიან ცელფიდი ვიყავი და ყველასთან კომუნიკაცია მქონდა, მაგრამ აი გეუბნები შოკოლადის ისინი რომ მოგეცა. ამას რო გავხსენდი ამ ფუჩეში თუ რაც არის, ამასაც დანიშნულებას ვაძლევდი რა. ანუ ესეც ვიღაცთან კონფლიქტში შედიოდა ეს კანფეტის ფუჩეში. ანუ სულ ეგრევე ვაგებ ზესუნზირა მაგალითად, ან პროსტა არ ვჭამდი ზესუნზირას რა. ანუ რაღაც გაიყოფოდნენ ეს ზესუნზირები, შეებრძოლებოდნენ და მე ვინც კვდება და იმას ვჭამდი. აი ყველაფერი რაღაც სათამაშოებით ეგრე მიქნია რა, პატარა სათამაშოებით. ხო, მე ეგრევე ვარ, რაღაცას დამანახებდი, ეგრევე მივდიოდი და მაგას ეგეთ დანიშნულებას ვაძლევდი. ანუ რაღაცას ვიგონებდი რა და ან მაშინ ხო იასნა ბავშვი ვერ ხვდები ხა და ჩემ შოვლეთ სამწუხაროდ მაშინ ვერ მიხვდნენ რომ ანუ რაღაც აქეთ მქონდა მიდრეკილება და ვაფშე სხვაგან წავედი მე რა ანუ მე ჭადრაკი დავიწყე მოჭადრაკე გავხდი ეგ ფანტაზია დამეხმარა იმ პონჩი რომ საინტერესო მულტფილმების მხატვარი იქნებოდი ჩემი აზრით. აი ხატვარი არ ვარ კარგი კი არა და ვერ ვხატავ რა ანუ აი როგორც იდეა რომ იდეის დონეზე რაღაცებს მივაწყდი მაგრამ მე რომ საქმე მზეროდგება ხელი არ მივარგა მაგრამ შეიძლება იმის პრობლემა რომ არც მიხატავს რა ხო ეგ არავინ არ იცის შეიძლება ეგეც განპირობებული იყოს განემოსგან რომ შენ ეგ არ შეგიძლია რაღაც არა მაინც მეცადინება რაღაცნაირად სხვა უნდა ეგრე და მოდუნებულობას შემიეთ ხო და ну მე მოკლედ ანუ ეს რომ მქონდა ეს რაღაცა გახსნილი რო ვიყავი ამ რაღაცებში მე უცებ ჭადრაკს მივყევი მე ამ ჭადრაკს მთელი ცხოვრება მაგას ბავშვობაში მაგას ჩავდე მთელი ეფორტი და მან გაიჩნდა ის მომენტი რომ კარგად თამაშობდი ძალიან რა ანუ ამ ჭადრაკს მაგრამ პრობლემა იყო ის რომ ანუ მე თამაშობდი კარგად ეხლა რო ხვდები ფანტაზია მქონდა კარგი მაგრამ აუმებდი მანდას ტიპებს არა ვქლიდი რა რაღაცებს დაფასე უყურებ იქი მინათული რა ანუ ფანტაზია გჭირდება რომ დაუშვა ის რას გეთამაშება და მაგრამ ჩემი პრობლემა იყო რომ მახსოვრობა არ მაქვს რა კარგი რა დიდი მახსოვრობა დიდი ფლეშკა გინდა რომ შერჯობი ხო ანუ მან გჭირდება დაიმახსოვრო ანუ დებიუტი მაგალითად 10 სულ ზეპირად უნდა იცოდე ყველა მიმართულებით რა და ხო და მან მოხდა ისო სადღაც გავქაჩე ძალიან ამ ჭადრაკში სადღაც დავასტუკე რა იმიტომ რომ ანუ ეხა მაგალითად რომ ვიცი ეხა მე რო შვილი მყავდეს უეჭველი ვიცი თუ ჭადრაკზე შევიყავ და ვიცოდე რომ ამას მაგარი მახსოვრობა უნდა რაღაცას რო ეთქო და ამახსოვრდებოდეს თუ ვატყობ რომ არა აქვს კაი მახსოვრება მოაშორო ჭადრაკ არ ფერ საქმეო მაგას რა ხო ეგეც რაღაც პონჩი ის არის გაწრთობოდია გამომშოვებოდია ეგეთ მახსოვრობას შენ ანუ არიან ადამიანი აი საშუალო სტატისტიკური ადამიანები აიღე არ არსებობს საშუალო სტატისტიკური ადამიანი რომელსაც იდენტური მახსოვრობა აქვს ანუ სულ არცეც რო არ გაუწვნეს თავის მახსოვრობა რა ანუ მახსოვრობაზე ვერ იტყვი რომ არის რაღაცა რა თქმა უნდა შენ შეგიძლია ყურადღებაზე ვამბობ უფრო აი კონცენტრაციაზე რა ეხა უფრო გაფუჭებოდა სკროლისგან და რაღაცგან ეხა უფრო ყურადღება ხო მე ჩემი და უფრო ყურადღებით ხარ მით უფრო მახსოვრობას მაგაზია მიგული რაღაცნაირად ანუ გაჩი აი ხო ქონია შენ თვითონ გამოსtildeება რაღაცნაირად რომ აი ცოტა გაფანტული რო ხარ რაღაცებს ეგრე არ ამჩნევ რა მოგიცა აი მაშინ მაგალითად ავიღოთ მაგალითი აი ადამიანმა წაიკითხა 15 წლის წინ რაღაც დოსტოევსკის რაღაც ერთმანს და მეორემაც რა ორივეს ძალიან მაგრა გაუსწორდა შანსი არა ერთს უფრო უკეთესად ახსოვს მეორეს არ ახსოვს
ხო. ეგ ხო, ეგ თვითონ კითხვის პროცესის რა ხო გქონია რომ 5 ფურცელი წაგიკითხავს, მაგრამ არაფერი შეგვსულია თავში რა რაღაცა. მაგრამ როცა მე ძალიან დამევარს და მაინც არ მახსოვს, მაგრამ ვიღაცას ნაკლებად დაევასა და ტიპს იმინა ახსოვს ყველაფერი. ვავს ეგეთი ცნობები. ანუ ენციკლოპედია მაგრამ მეხსიერება იცი ძინავს ხოლმე რაღაცა. ხო, ძინავს ხოლმე ეს არ მახსოვდეს, მაგრამ რაღაცა თუ გაატრიგერა ეგ რაღაც კონკრეტული რაღაც მემორი ეგ წიგნი, მე მახსენდება. ანუ აი ყავს ერთი მეგობარი. ხო, ეგ მეხსიერება ის ძალიან ჯაჭვურია რა. რაღაცნაირად ეგრე შვება. აი ხა წლების აი ჩემ ბავშვობის იმას სადაც ხოვრობდი ვიყავი რა და ისეთ მემორები წამოვიდა რაღაცნაირად რომ ვერაზუს გამახსენდებოდა ეს მაპროვოცირებელი რაღაცები ტრიგერებადია რა მეხსიერება და ხო არ ვიცი რა ნუ შენ ცოტა სხვანაირ იმას ბიჭო ანუ იმიტომ რომ აი ძალიან მარტივია რა აი მათემატიკოსი რო ხარ ანუ სერიოზულ მათემატიკოსი ხარ თუმცა ვაფშე განსხვავებული მემორი არ გაქვს მახსოვება არ გაქვს ვერ გამოხვალ სერიოზულად აი გამორიცხულია რა რაც არ უნდა ავარჯიშო რა ანუ აი მარტივი მაგალითი ხე მე მყავს მეგობარი რომელსაც შეუძლია აი ვაფშე ნებისმიერ ტიპის სახელი მსახიობის ის უთხარ ყველაფერი ამახსოვრდება ანუ ვაფშე ამახსოვრდება რავი არაფერს არ ავარჯიშებს ტიპ ვაფშე ყველაფერი ამახსოვრდება მე შეიძლება ის რაღაც დავემართო 1 წლის წინდელი ნანახი თვალ ერთი არა ეხლა ძალიან ვაზრიეთ მაგრამ 5 წლის წინდელი ფილმი შეიძლება ჩავრთო და შუაში მომსვლია რა მივხვდი რომ ეს ფილმი რაღაცეზე მაგრამ მომსვლია ესეთ ფილმზე რომელიც რა თქმა უნდა ეხლა რაღაცა განსაკუთრებულ ფილმზე არ მოგივა მაგრამ მაინც სტრანია რა ანუ ჩემთვის ეგ რო ანუ აი რაღაც ისეთან აი წაღანაც ახსენე რომ იმდანაც ძალიან ინფორმაციულ სამყაროში ვარ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ინფოს იღებ რაღაც მოქმედებს რა ეხლა 1 წლის წინ ნახე აღარ ანიჭებს შენ თუ შოსაც მაგრამ არის ადამიანები ვისაც აქვთ უკეთეს მახსოვრო მაგის შურს მაგათი ხო მე ძალიან იმიტომ რომ მაგის გამოყენება შეიძლება მაინც რაღაცა ნეირული სისტემაზე გადის. რა მე რასაც დაუკვირვები ვარ ჩემ თავზე და ცოტა სხვა ადამიანებზეც რა. აი რამდენად აი მაგალითად ჩემ თავში შემიმჩნევია რომ რაღაც ძაფრი ემოციური სტიმულაციები უფრო გახსოვს რა კვეთში რაღაცები ხო და მაგას ეგ თუ გიტრიგერდება მე მემორებიც მოდის. არა კი მაგრამ მაინც სწორს სახის რომ რაღაცებს უფრო თვარს არა ხო უფრო არაფრის გამომახსოვს. ეგ არსებობს ჩემპიონატები შეჯიბრები არსებობს ადამიანები რო ეჯიბრებიან რაღაცების დამახსოვრებაში და მან როგორც სპორტი რაღაცა იმას გაძლევენ რჩევას მანდაც არის რომ რაღაცა უნდა დააკავშირო ან ტიპები რომ იმახსოვრებენ უაზროდ უცებ რაღაცა 100 ციკლს მიყოლებით და ყურწუშინ შეტევებს და უთხრას ტიპებს აქვს რაღაც ტაქტიკა როგორ უნდა გააკეთო ანუ ეს ორი დააკავშირე ამას კონტექსტი ყურავ და უცებ რეალობა და რაღაც ციფრებს იძახის რა გიჟობებს ხო მაგრამ მაგას ვინც მანდარი ანუ ეგ ტაქტიკა აქვს იყენებს მაგრამ გამორიცხულია რომ ანუ მაგას ნიჭია მაგას თავი და YouTube-ზე ჩაწერენ ეგეთ ტიპებს პროსტ დასერჩე და ნახავ რომ არიან ადამიანები რომლებიც არაფერი არ აუწყდებათ ანუ იმინა სუპერ გმირები არიან ტიპები ჩვეულები სუპერ გმირები არიან დედასპეცა ანუ არაფერი არ აუწყდება ჩვეულებრივ ტიპსაც რაღაც დონეზე შეუულია რომ ვიღაც ქალს აი ერთი ქალი იყო შავკანიანი ქალი იყო ანუ გვარი არ მახსოვს ამ ხვდავრიც მე თუ ჩაგიგდებ და შეგვიძლია გამოვიდეს სადმე ან რაღაცა ეს ქალი არის სუპერ გმირია მართლა ანუ სუპერ გმირი ანუ არაფერი არ აუწყდება ანუ ის კი არა რომ რაღაც ანუ ვაფშე ცხოვრება ახსოვს ნებისმიერ მომენტი ახსოვს რა თუნდა ანომალია რა მაგრამ აქვს ეს და ტიპი არის რაღაცა ისე რომ სახში ცხოვრობს და ბავშვები ყავს და არც არ აკეთებს ანუ ფუჭებს ანუ სუპერ გმირია და გააფუჭა ეგრეთ ფუჭებს ხო რაღაც პონჩი ტანს ყველაფერი ახსოვს რა მაგრამ ნუ ცნობიერში არ გვაქვს რაღაცები რა აი ის გქონია რომ რაღაც აი კიდევ რაღაც ინფორმაცია რაღაც პერიოდები მაქვს ხოლმე რომ რაღაც ინფორმაცია ვიცი რომ ვიცი მაგრამ თითქოს წოდომა არ მაქვს ჩემთვის მაგაზე რა ვერ წდები მომენტში კი სადღაც იქ ხო მე კი იმას ვკითხავ რომ დაიკარგა ანუ რა თქმა უნდა სხეულ ტვინშია ანუ მაგრამ მიგნება რთული ანუ და ვიღაცები ანუ მაგაში უფრო მარტივად ახერხებენ ხო და კიდე რა მომენტია იცი რაღაც აი მაგალითად მე მქონია პირადად გამოცდილება რომ რაღაც ბავშვობის რაღაც მეხსიერება რაღაც მოვლენები საერთოდ გამქრალი იყო და მაგალითად რაღაც ერთ-ერთი ჯდომის დროს მედიტაციური უფრო რილიზი ხო აი უფრო მარტივად რო ვთქვა მედიტაციის დროს რაღაც ანუ ტანში შეგრძნებას რომ დაუნებდი რაღაც შეგრძნებას მაშინ წამოიღო რა ანუ მოკლედ მაშინა მომივიდა როცა უკვე მიმღებლობა მქონდა ჩემი იმ პერიოდის რა ანუ რაღაცებს პრესავს ტვინი რომ მაგალითად რაღაც რაც სოციუმში გამოდიხარ და მე ამ სოციუმის სადაც რეალებ არ არის მისაღები და შეიძლება არ მიგიღონ იმ რაღაცებს პრესავს და აღარ გაქვს ცნობა საერთოდ რა და ის საერთოდ ვერ გაიხსენებ და რაღაცა სპეციფიური წინააღმდეგობა და თავდაცვა აქვს მაგის მიმართ რომ არც იცი რომ გააქვს არც იცი რომ გააქვს ეგ სოციალური ფსიქოლოგიური ფენომენია ხო და ნუ ჩადიხარ მე და უძგავ და უცბად აი მთელი მემორები მოყვება იმის ირგვლივ რაღაცა
ხო ტრიგერიც რაღაც დონეზე ეგ არის რა მეხსიერება რომელიც რაღაც გარე სტიმულაციით პროვოცირებს და მე რაღაც ესე შეიძლება არ მოდის თავში ინფორმაციაც, მაგრამ შეგრძნების დონეზე ან გეშინია, ან რაღაც უსაფრთხოდ არ გრძნობ თავს, ან მოსყოლადი ხარ, რაღაც ხდება რა მოკლედ. აი მე მაგალითად ეხი გამოსდა ერთი დათულობსაძე იყო, ესეთი ტიპი იყო ბავშვი მოჭადრაკე რა და ანუ აი ჭადრაკში არ მნიშვნელოვანი რა დაფასე რო ვაგია, უცებ რო აგიყრის მასწავლებელი, ეგრევე უნდა დაალოგო ის პოზიცია რა და ანუ მეხსიერება. ხო და ვიღაცისთვის ახლა ეს ზართულია. ანუ ახლა რო დაგილოგო პროსტა პოზიცია, ეგრევე ერთ წამ შეგახდა, ვერ დაალოგებ შანსი არა. მომსვლე და ვერ დამალაგები და ვერ დაალოგებ შანსი არა, თუ მოჭადრაკე ახლა. მე ვალაგებდი და ბავშვები ვალაგებდით, მაგრამ ამ ბავშვს ამ დათულობსაძეს რა ანუ ეს მასწავლებელი ანუ შეგეძლო მილიონჯერ გაგეკეთებინა. უსასწროდ ყველა პოზიცია ან ტვინი არ ეღლებოდა ეგეთი მოგზაურობა ქონდა რა. აი პროსტა უყრიდი ალაგებდა. მე 2-3 და ვეღარ ვაკეთებდი. მებნეოდა რა ტვინი რა და ну, როგორც ყველაფერი რაღაცნაირად უფრო ხარისხიანი არსებობს შედარებითია რა ტვინის მასშტაბში. ფიზიოლოგიაზეც არის მეტად. ანუ მე მჯერა ნიჭის რა, ანუ რაც არის სულთა გენეტიკური თემა რა. გენებიდან ხო, ანუ თუ ადამიანს რაღაც ნიჭი არ აქვს. შენ მოგდის გენებიდან მაგალითად ეს ტოლვა, ცნობის და აღმოჩენების და მეცნიერებაშიც მაქედან მოხვდი, ხო? მეცნიერებაში მე ხო არ მეცნიერი არ ვარ. არა, მესმის, მაგრამ ეს ინტერესი და შენი სტატიების და რაღაცა. მაქედან მოხვდი, ანუ ჩვენი ბოლო ლაპარაკის რაღაც პონჩი ეგ იყო. მაქედან მოხვდი, იმიტომ რომ მაგას ყვებოდი რომ ანუ თავიდან რომ ეს რაღაც ცნობის მოყარება და რაღაც თქვა, მე უცებ ვაფშე რაღაც ეტაპზე ვიკარგები, ანუ და ვიჩთები აი ძალიან სული ტიპი რა, ანუ აი ყველაზე უინტერესო ტიპი ჩემი განსახეიდან. ეგეთი ტიპები ჩემს ეგ ძალიან უინტერესო ადამიანები და ეგეთი ვხდები. და დავიკარგე რა, ანუ მან მაგისაც მჯერა რომ თუ სადღაც ადამიანი დაიკარგა ანუ შეიძლება აი უნიჭერესი ადამიანი, აინშტაინი სადღაც დაკარგულიყო, ეს ძალიან ბევრი იქნება ალბათ დაკარგული. უამრავი იკარგება, ანუ თუ სადღაც არ გაგიმართლა, ანუ რაც არ უნდა ნიჭერი იყო, რაც ანუ ვაფშე ვერასდროს ვერ გაიარო იქ სადაც ვერ გახსნა ეგ შენი პოტენციალი სადაც იყო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ სამწუხაროდ ხდება პატარა ასაკში, იმიტომ რომ ხომ ძალიან რთულია რომ 30 ასაკში გაიაზრო ხარ რომ ვა ეს ყოფილა და უცებ საქმის პროფესიონალი გახდა სერიოზული. ჰობის პონჩ შეიძლება დაუბრუნდე, მაგრამ ეხლა გაჩნი ალბათ რამდენად გინდა მაინც და რა. ხო, რავი, ხა 30 წლის ტიპი რო იაზრებ რო რაღაცა ვაიმე, ან ჩემს ხელს რაღაც ძალიან კარგად ვფლობ და ფეხბურთს ვითამაშებ და ვერ ხარ. ხო, და აი მაგიტო თქვი რომ გააჩნია თქვი ხა, მასე ვერც UFC ჩემპიონი ვერ გახდები რა, მაგრამ გააჩნია. ვერც 40 წლის კაცი ვერ გახდები, უცებ მწერალი, რომელსაც უკან არაფერი არ გაქვს, ანუ ლიტერატურას არ იცნო რაღაცა და ანუ კარგად წერდი ბავშვობაში გეხერხებოდა გზნობ რო აი. ხარ შეიძლება აღმოაჩინო რომ კარგად მღერი ვიღაც ხო იყო, მეგონა ფრედი იყო და ვიღაც ძალიან ბებერმა რო აღმოაჩინა რომ მგონი ხო, თუ არა, თუ მოტრაგებ. ვიღაც, კარჩე ვიღაც იყო ვინც აღმოაჩინა. არის ეგეთი წერლების არიან, მე წერლების კი არიან ეგეთები, ვინც ბებრებმა დაიწყეს წერა და დიდი მწერლები გახდნენ, მაგრამ საშუალო სტატისტიკა ძალიან რთულია და ხა არის რაღაცა რაც უბრალოდ ვერ შეძლო. ჭადრაკი მაგალითად ვერ შეძლო. ანუ 40 წელს მოჭადრაკე სამში დაიწყო გამოიწყო. ოკეი. ხო, აი შენი ჟინი რა, აი აღმოჩენის და გაგების და რაღაც ან რა, ამდენად შეიძლება იყოს ამ ტანჯველი ან შემაწუხებელი ან პირიქით მოტივატორი. ეს ერთი შვება იგაა ჩემს. აი მახსოვს რა, აი ერთხელ მე შედარებით კაი მახსოვს. მაგას გამოსახავს. ხო, რა, ანუ თქვი რა, აი ჩემი ყველაზე დიდი დისკომფორტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი არის რა, რომ შეიძლება ვერ შევიცნო და ვერ მოვასწრო და რაღაც სულ მაგის ის მაქვს რომ დრო არ მაქვს იმისთვის რომ ბევრი წავიკითხო და ბევრი გავიგო და ბევრი აღმოვაჩინო. ხო, კაცობრიობასა და სხვათა შორის მანდ მინდა რომ წავიდეთ რა. ხო, სამყარო არის დღეს craving-ში რა. ტოლვაში დაკმაყოფილების და ეს არის რაღაც ცნობის მოყარეობა. რაღაც ახალ შექმნა, აღმოჩენა, უკვდავების მიღწევა, რაღაც მსგავსი რაღაცები რა. და ეს craving რეალურად საბოლოოდ მე ჩემი განმოსახედის პირადად ვთვლი რომ გვაზიანებს როგორც პლანეტას. ხო, არა. მაგას შეგვიძლია ვიკავოთ. ხო, მაგიტო ამბობ რა. და მაგალითად აი აღმოსავლური სამყარო პირიქით გვეუბნება რომ ეს craving-იზაცია რა გამთავისუფლად ყველა პრაქტიკა მედიტაციას, იოგაც რაღაც მსგავსი რაღაცები არის რომ ეს სურვილებისგან და ეს ანუ არასაჭირო რაღაცებისგან გამთავისუფლად. აი შენ ჩაგერთო შეიძლება ანუ აი სურვილებისგან და არასაჭირო ეს ორი ერთმანეთთან დააკავშირა. როგორ შეიძლება სურვილი არასაჭირო იყოს და ადამიანის სურვილია? ხო და სურვილი არასაჭირო არის მაშინ, როცა დაუკმაყოფილებლობაში გადადის რა და მიჯაჭვულობაში. მე ეხა ვხედავ კაცობრიობას მაგ მდგომარეობაში მასიურად რა. ხო. რაც შეიძლება რაღაც ჩვენ ინდივიდებშიც გამოვლენილი იყოს რაღაც დონეზე, იმიტომ რომ მე ადამიანებს რო ვაკვირდები რაღაცნაირ მათი ტანჯვის
პირველი რაღაც მოტივი არის ის, რომ ვერ კმაყოფილდებიან, რაღაცები უნდათ, რაღაც სურვილები აქვს და აი ეს დაუკმაყოფილებლობა ტანჯობთ რა ადამიანებს. აი ეს კაცობრიობაში რომ გადავთარგმნოთ რაღაცნაირად, აი დაუკმაყოფილებლობა იმის რაც გვაქვს რეალურად ეს გენიალური პლანეტაც და სამყაროც და რაღაცა მართლა sci-fi რო რაღაცნაირად. კი, არის და გონია რომ არ არის, მაგრამ შემოში არის და ტიპი იმ სცენარი ანუ სიგიჟეა რა. მე და შენ sci-fi ეხლა რო ვარ უკვე და ვლაპარაკობ აი ამაზე sci-fi ხო რა მართლა და ვერ ვიაზრებთ. და ამ გაუაზრებლობით ჩემი ხედვით არ შეიძლება შემედაო რა ვიცი რა. ამ გაუაზრებლობით ადამიანები სულ ვილტვით რომ რაღაცა სხვა ვიპოვოთ, რაც აი ეგ უნდა ვიპოვოთ რა და თითქოს აი აქაურობას აი ეს აფუჩეჩებთ რაღაც ვივიწყებთ, ვანაგვიანებთ, ვაზიანებთ არ ვიცი რა, ჩემთვის ეს აპდეითი ხო, აპდეითი, ყოველი აპდეითი რა, ვთქვათ, ტექნოლოგიური თუ რაღაც ევოლუციური რა და ეგ ჩემთვის ორივე ერთია. არის რაღაც რესურსების ძალიან მასიურად და ხარჯვა რა და ვაბანკზე პლანეტას დავთ ვაბანკზე მივდივართ რომ რაღაცის იმედით მომავალში აღმოვაჩენთ რა. აი ძალიან კაი მაგალითი ავატარი ჩემთვის ფილმი რა. პოკაჰონტასის კლასიკური ორი ევოლუციური პონტი რა. რაღაცნაირად ერთია ეს, რაღაც ვერწყმავით და მართლა გვაქვს ეგ სკილი ადამიანებს. ერთმანეთს შევერწყათ თუ ყველაფერს შეერწყა, ანუ ყველაფერი ისე შერწყმულია რა, ჩემი აზრით. კი, ეგრეა. ხო და აი მან მაგაზე რას ფიქრობ? რა შენ როგორც შენ და იმიტომ რომ მე ჩემ თავში აი კითხავს ჩამოვაყალიბებ კარგად, ბევრი გამომივიდა რა მაგ. ანუ მე ჩემ თავში მაგალითად რა, როცა ის კრევინგებისგან მაგალითად ეს იქნება სექსუალური რაღაც საკვების თუ რაღაცებისგან, აი ბევრად უფრო დიდი კავშირი ვიბრძანი სამყაროსთან, როცა გამთავისუფლდი რა, როცა რაღაცებზე ვარი ვთქვი. აი ჩემ ტოლბებზე დაუკმაყოფილებ ჩემი ნერვული სისტემა უფრო რაღაც ისეთი გახდა რა, არა გაღიზიანებადი ადვილად. და ძალიან უფრო აი დღევანდელობით და ეხლანდელობით სიამოვნება და ტკბობა დავიწყე მაშინ. მაგამდე სულის მქონდა რა, დაკმაყოფილება, მე ახალი უფრო მეტი მინდა, მე კიდე დაკმაყოფილება და აი შენ როგორც სამეცნიერო და ის სულ აპდეიტზე ხარ ვიცი რა, ხო გადავნებ თვალ და ის სულ ახალი გამოგონება და ექსაიტმენტი და აი ის თვალეზე წავიდნენ ტიპები და მარსე, აი რა მინდა მარსე რა ვთქვათ. ხო ანუ აი მე მაგას გავშლი ახლა, მაგრამ ანუ იგივე კითხვა ბრუნდება აქ რა მინდა? აქ ვარ. ანუ აზრი ის აზრი რომ გენიალური, ანუ მაგრამ ეს გენიალური არის უნდქავ რა. არაფრისთვის რა, უბრალოდ ყოფნის. აზრი კარგი, ანუ აზრი. ხო და აი ჩემთვის აი მანდ არის ხო, რომ აი მე და კიდე შეიძლება ჩემ ბევრი ტიპი ფიქრობს, რომ აზრი არის აი ამ უბრალოდ ყოფიერებაში რა, რომ შემიძლია რომ ბუნება შევეზილო და იქიდან თვალები დავხვეჭო და მაგალითად სინათლის სიჩქარით წავიდე სადღაც რა, ის სტანის წაღება კი არა. მესმის შეხედე მან შენ ცოტა ადამიანობას ეწინააღმდეგები და ადამიანი ბევრად ერორი ტიპია სოციალურ ფორმაში ვიდრე, იმიტომ რომ შენ ეს ლაპარაკობ ეგ მიაღწიეს უკვე და ეგ ჩვენმა წინაპრებმა, სახეობის წინაპრებმა გამოიარეს ანუ ეგ რა, ანუ ის რომ შენ სხეულთან მიმართულებით გამოიარეს თუ? რა თქმა უნდა გამოიარეს, რავი, ანუ მაიმუნების ერთ-ერთმა განშტოებამ, რომელიც აქეთ წამოვიდა, ეგ გამოვლილი აქვს და ეხაც ცხოველები მაგ მდგომარეობაში არიან. შენ თუ ცხოველს მისცემ საკვებს, მისცემ, ანუ სექსუალურ დაკმაყოფილებული იქნება რაღაც დონეზე, მას არა აქვს ეს რაღაცა იფორია, ეგეთი მსგავსი, ანუ და მას არა აქვს ეს რაღაც ახლების მოლოდინი და რაღაც ანუ ადამიანი მაგიტო უცნაური და ყველა საინტერესო რომ ანუ მაგის მიღმა გავიდა. ანუ ეს შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს, მაგრამ ეგ შენ ხარ, ანუ შენი სახეობა ეგეთია რა. შენ შეგიძლია ანუ შენს წარსულს, ანუ იმას რომელიც შენშია და დიდ ნაწილად უფრო ეგ ხარ კიდე. ანუ დიდ ნაწილად ეგ ვარ კი. უფრო ცხოველი ხარ ვიდრე ცხოველზე მეტად რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანის მეცნიერებაში ცხოველად ითვლება. მაგრამ ანუ ეს სინამდვილეში ანუ შენ ანუ მის თქმა მინდა რაღაცა დანამატი გაქვს და ეს დანამატია ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გარშემო ეგეთები ბევრი არიან ამ ცხოველები რა, ანუ ყველა ეგეთ ტიპია ცხოველი რა. განსაკუთრებით რაც უფრო პრიმიტიულ ცხოველთან ჩავდივართ, იქ უფრო ეგრეა. ანუ აი ძაღლს თუ რაღაც კიდე ემოცია ჭირდება, არ ვიცი, მე წერს უფრო ნაკლები ჭირდება. და სულ ქვემოთ თუ ჩავდივართ, იერარქიულად ამ მიმართულებით გულისხმობთ, რომ ამ ქვემოთ ზემოთ ამ ხრივ არ არსებობს. სცენარეს საერთოდ ეგ არის. ხო და ბოლოში საერთოდ უკვე იქამდე ჩავდივართ, რომ საერთოდ გზნობაც არ არის. ანუ სიცოცხლის დაბადება არაცოცხალიდან, შეხედე, არაცოცხალიდან
აქამდე ეს რაღაცა გზა არის რა და რაღაც ეტაპზე ანუ ქვა იყო პირობითად ქვა რომელიც საერთოდ ეკიდა ვაფშე წარმოიდგინე ანუ შენ რაც ამბობ რომ აი აქ ქვა არის ეგ შენ არ ხარ ხა თქმა უნდა ქვა მაგას არ ვამბობ მაგრამ ის მდგომარეობა პიკში არის ქვა რომელიც ანუ ვაფშე პროსტაა სამყაროში და ვერავინ ვერ თქვის რომ არ ურთიერთქმედებს სამყაროს და როგორ არ ურთიერთქმედებს თავისი დანიშნულება აქვს ხო და მე რეიჩდება ეს და აი ადამიანი მაგიტოა ყველაზე საინტერესო რო იაზრებ რო ხარ ანუ აი ეგ არის ის რაც გაძლევს მოუსვენრობას და ეგ ჩემთვის საყვარელი სკილია ანუ ეგ თუ არ გაქვს შეხედე ანუ სამყაროს წარმოიდგინეთ სიცოცხლე აი პროსტა არის სიცოცხლე რა და თავისთავად გაჩნდა და გაქრა აი მარტივად ავიღოთ აი რომ ამბობთ ხოლმე რომ აი რავი დედამიწისგან რა გვინდა რას ვერჩით რაღაცა ბლა 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 ხო ბიჭო, რას ვერჩით, რას ნიშნავს? ანუ რამდენიმე წელიწადში ფურცელზე კანონი წერია, რომ მზე გაანადგურებს სიცოცხლეს, დედამიწისგან არაფერი არ დარჩება, ტვერიც არ დარჩება და შენ რო იყავი, ანუ რა აზრი ქონდა მაშინ? ანუ შენ თუ ანუ აქედან პირველად შენზე კი ვლაპარაკობ, გენეტიკური ინფორმაციაზეც კი ვლაპარაკობ, ანუ რაღაცა კოდზე, რომელიც გაჩნდა პირველი სიცოცხლე. ანუ თუ ჩვენ ანუ რაღაცები შენ მატერიალურ ორგანიზმს არამატერიალური და არ ქვია, ანუ შენი გონება ხო მატერიალურია, შენი ფიქრები ხო მატერიალურია, კოდი რომელიც გენეტიკაში გიწერია, ხო, რავი, ეს არის რაც ხარ რა და ანუ ეგ ხო პირდაპირ შენ მშობლებისგან არ არის, ეს მოდის საიდანაც. სცენარეებთან გაქვს 75-80% კავშირი, 99% შიმპანზესთან და ეგეთებთან და ანუ ეგ ყველაფერი ანუ ნაშრომია რა, ანუ სხვადასხვა სიცოცხლის ფორმების და შენ თუ აი ესე ცალსახად შეხედავ მაგას, მაშინ ეს გაწერილია ფურცელზე, რომ ეს წაიშლება. დაიკარგება ისე რომ ვერასდროს აქ რო ვიღაცა უცხო პლანეტელი ჩაივლის სპეისში მომავალში ერთს კი წარმოიდგენს რომ აქ რამე იყო და ერთადერთი ვისაც შეუძლია ეს გადაარჩინოს ინფორმაცია შეინახოს ანუ ამ დედამიწის გარეთ წაიღოს არის აზონება რომელიც იტანჯება და ვერ ისვენებს რა ამიტომ ტანჯვა და ვერ მოსვენება ჩემთვის არის ყველაზე აღმატებული რაღაცა რა მესმის შენი პერსპექტივა რა მაინც ძალიან ადამიანურ არ არის ადამიანური, კაკრას არ არის ადამიანური, მაგრამ ადამიანური არის, რომელიც ვერ აღწევს აქედან. შეხედე, ჩემი არის პერსპექტივა, რომ რაღაცა უფრო მეტი გახდე ვიდრე ადამიანი. სახეობრივი ესე რომ. არც სახეობრივი, მაგას ვამბობ, ანუ შენ სახეობაში მე უნდა ვაპარაკობდე, რომ ადამიანი არის მიღწევა, რის იქითაც აღარაფერი აღარ არის. მე მაგას არ ვამბობ, მე მგონია, რომ ადამიანი პრიმიტიული რაღაც გზა, რომელიც იქითაც კიდია რაღაც, მაგრამ თუ შენ არ განაგრძე განვითარება, თუ შენ არ გამოიყენე ის რომ რაღაცა გაწევს. და ეს განვითარებაზე ძალიან ის არის რა, ის how ვითარდები. ეხლა რეალურად ვითარ, ანუ ევოლუციის ეს ხაზი რაც ევოლუცია დაიკიდე, კაცო, შენ უკვე ტექნოლოგიას ხვნი, რომელიც ევოლუციას გადაწერს როგორც მოგინდება. ანუ ევოლუცია რა შემჭირდება დღეს? ანუ რომელიც შეიძლება დაამთავროს ყველაფერი, ხო? ანუ 50-50. რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისედაც. დასაკარგი არ გაქვს. ანუ შენ წარმოიდგინე, ეხლა ვზივართ ოთახში მე. შენ და ვიღაც ტიპი გვეუბნება, რომ კაროჩე, უეჭველი შემოდის, ეხლა ვიღაც ტიპი და ყველას აექვინოს გვიდავს. უეჭველი. ანუ ვარიანტი არ არის. და ამ დროს მოვიდგები და გაუნები რომ მოდი ბიჭო ცადოთ რა. ანუ რაღაცა სტრანი რაღაცა გავაკეთოთ, რომ ეს ტიპი ისე დავბრიდოთ აქედან, რომ გავუვიდეთ რა. და შენ მავნები რომ მაგას რო აკეთებ, შეიძლება დავიბრიდოთ, მეუბნები რა. და მე ისე მავნები რომ ინდივიდუალადაც ვიბრიდები, სახეობრივადაც ვიბრიდები და ანუ პლანეტის გაგებითაც ვიბრიდები. ანუ უეჭველი შემოდის ის ტიპი და მბრიდავს და ანუ მაშინ რას ვრისკავ? მე ვეუბნები ნეულ პროცესებს, ანუ არა აჩქარებას, მაგიტოა კვლევა მნიშვნელოვანი, მეცნიერება მაგიტოა მნიშვნელოვანი. მეცნიერებას შეუძლია ეგრევე კი აშვება რაღაცას. უამრავი კვლევა ჭირდება, 4 ეტაპი არსებობს, მე კლინიკური კვლევა არსებობს. ეგ მიდგომაა, რომ დატესტე, გაერკვიე, გამოცადე ინდივიდზე, მე ეს ნელ-ნელა გააფართოვე და მე საბოლოო ჯამში იმაზე გადაიტანე. მაგაზე უკეთეს მეთოდით სამწუხაროდ არაფერი არ მოგგონებია. თუმცა ინდივიდუალურად მე შენს მესმის, ინდივიდუალურად მესმის შენი, ანუ შენ ეხა მე რას ვაპარაკობ, ვიღაც ტიპი თუ იტანჯება ამაზე, პირობით და ვიღაც შაკო თუ იტანჯება, ეხა მაგრამ კიდია რა, მაგას ეხლა შენ იქ იმი რაღაც გამოიგონებ თუ იმი, მაგრამ კიდე აი მენა ჩაჭერილი აქვს რაღაც სისულელებზე, მანქანას ხედავს Mercedes და არა აქვს და ჩააჭირა ძმამ, ხო? აი უნდა ეს Mercedes ქონდეს. ანუ რაღაცას უბრალოდ სუფთა ჰაერი არა აქვს და სუფთა პროდუქტი. უამრავი, ხო, ეგ არის არ ქონდა. ჰაერი რა, სუფთა პროდუქტი არც არ ქონდა კაცობრიობას. ეხლა რო გაქვს სუფთა პროდუქტი, იმენა დაშტამულია. ანუ შენ თუ გონია რომ შუა საუკუნეებში ესენი. ხო, არა, თუ შუა საუკუნეებში ყველაზე ბევრი ადამიანი კვდებოდა შიმშილით, საერთოდ არ ქონდა. შიმშილთა დაანები აზრი არ იყვნენ არაფერს, რა სჭამდნენ, იქ რო ამოქონდა იმ ხალხს კარტოფილი ვიღაცა სახსეს, კაცმარიც გრასურევდა, ანუ ვაფშე, ანუ არანაირი კონტროლი არ იყო. ანუ ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ ტიპს შეიძლება ჭირდება რომ უფრო კარგად იყოს, მაგრამ მაგას გააჩნია. ჩვენ საუბრობთ ახლა კონკრეტულად ჩაკოზე, ჩემზე, შენზე თუ
ზოგადად. ზოგადად. ხო და ზოგადად აქეთ ვარ, მაგრამ ვიღაცა შაკოს მხრივ ინდივიდუალურად ხო, რაღაც ეს შაკოები და ბევრი ტიპები ქმნიან რაღაც საბოლოო ფონს და გარემოს, აი მაგალითად. ინფოს, რომელიც არის მომავალი. ხო, აი ხა დღეს მქონდა ინტერვიუ, ისა რა ქვია, ეკატერინე ბერიშვილი, ესეთი ქალი მეცნიერი, ჟენევაში ცხოვრობს, მოღვაწეობს და უდიდეს კვლევას ხელმძღვანელობდა ეს ქართველი მეცნიერი, რომელიც არის ტიპი 1 დიაბეტის განკურნებაზეა რა. ანუ ტიპი 1 დიაბეტი ვიცით რომ არის დაავადება, რომელსაც ვერ კურნავ, მაგრამ მისი კონტროლი შეგიძლია რა. ან როგორც იცი, მაგალითად არ გვიდავს, მაგრამ აკონტროლებ, ანუ ვერას ვერ განიკურნებდა. ეს ქალი ამუშავებს რა თავის ევროკავშირის დაფინანსება აქვს ტიპი მოკლედ ეს ჟენევაში, სადაც ეს ქალი ცხოვრობს და უამრავი მეცნიერია ამას ჩართული. და ამასთან მქონდა ხა ინტერვიუ, მაგრამ გამოვიდოდი რა, YouTube-ით კი არა და Zoom-ით და აი ეს ხალი მეუბნებს რაღაცას, რომ აი მოკლედ შანსი არის, რომ ეს დიაბეტი ერთ დავამარცხოთ, იმიტომ რომ ეს ხალი ქმნის ხელოვნურ ბიოხელოვნურ პანკრეასს, რომელიც გადანერგავს და ადამიანი დონორი ორგანო აღარ გჭირდება, ლაბორატორიულად გასდე ამ ორგანოს ღორისგან, ან მართლა ლაბორატორიულად გამოიყო. მოკლედ და ეს ყველაფერი მიყვება და უამრავი რესურსი ჩაიდოო მეუბნება ამაშიო რა. უამრავი დაფინანსებაო და მე აყოლებს $7 მილიონიო რა. შუა ჟენევა, შუა ევროპაში რა $7 მილიონი. ანუ ქალი ლაპარაკობს იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი უნდა გადარჩეს მარტო ამით ევროპაში. მარტო მილიონობით. ყოველწლიურად. და უცებ და აი უამრავი ფული ჩადო $7 მილიონი. რა უამრავი $7 მილიონი. ანუ ტიპი ეხლა რომ სადღაც ვიღაცა ისურის იმ რაღაცა რა აჯანდა ქვია იმას, რაც ქვია დამაუწყდა. აი უკრაინელები როცა მომიცითო თუ რა. ხო, რაღაცა ჰაირმასი პირობითად, არ ვიცი, შეიძლება ეგჯდება ეხლა $7 მილიონი ერთი გასროლა, რაღაც ჩამოაგდოს ვიღაც გიჟით გაგდებული რაღაც ისულელე და შემოვნები რომ ეხლა ამას ზედმეტად არაფერს არ ვშორები ზედმეტად 0. ხო და მე მაგასაც აი მაგ სროლებსაც მაგაში ურევ რა რაღაცნაირად. მაგაში ვიდაურებ. ექსპერტ სხვა რაღაც ეგარი უინტერესი. craving-ში ურევ რა, ხო ხვდები რა, ანუ ადამიანის craving-ში რა. ადამიანი რომელსაც აინტერესებს ის რაც მე ვაპარაკობ, გამორიცხე რომ საერთოდ იქ ორი წამით მაინც გაიშთოს, რაზეც ეხლა მეორე მხარეს ვისაუბრეთ. იქ რა გინდა საერთოდ. არაფერი, მაგრამ craving-ი რატო გიშლეს ხოლმე რაღაც. ანუ ნახე რა ინტერესებს მე ირანის რაღაცა ან ტრამპის პათოლოგიური რაღაც შეშლილი რაღაც მოთხოვნები რომ ვიღაც კიდევ უფრო დებილებს რაღაცები დავაჯერო, როცა ან იმაზე ვლაპარაკო, როდესაც მე ვლაპარაკო. ვაფშე შეერთმენ. ხო, მაგრამ ტოლვა ეს ბუნება ხო ერთად იგივეა. პროსტა ამას ეს ჯანსაღი ტოლვა უნდა გქონდეს. თუ ჯანსაღი ტოლვა არ გაქვს და ეხა ხო კიდე ერთხელ გონი მინდა რომ ეხა ყველა აქ დაგიმორჩილოთ და რაღაც ანუ დილით მაგით. ხო, მე ვიყო და გავსნა მე ვიყო ტიპი. მაგრამ შენ რო იყო ეგ ჭირდება. ანუ აინშტაინი უეჭველი იყო და მე მინდა სამბობ. მაგრამ იმ ყველაფერსაც რაღაც მეცნიერები არ აკეთებენ რაღაც დონეზე. რაღაცებს რაღაც აი თუნდაც ეხა რა აი არ ვიცი კვანტური კომპიუტერი რას მოგვიტანს რეალურად რა ვიცით მომენტ. რას მოგვიტანს კვანტური კომპიუტერი მოგვიტანს გამოთვლების ტრილიონჯერ აჩქარებას. და ისევ გამოგთვლა. ანუ მე ცოტა ეხას კი ანუ შეიძლება ძალიან მინდა რაღაცები რა, მაგრამ ცოტა სხვა მხრიდანაც ვიქნები რა. რაღაც მომენტში რა. აი კვანტური კომპიუტერი რაღაც ატომმა თითქოს რაღაც მშვიდობა მოიტანა რაღაც პონჩი. ხო. მაგრამ მაინც სხვანაირი ეგ ადამიანებს გრჩევია ეს ყველაფერს იარაღად გადაკეთება. ხო და ჩემი მე არ მიჯერა რა მაგალითად რომ ეხლა კვანტური კომპიუტერი და გამოთვლები რო იქნება, უკვე ჩვენი ნეირული სისტემის და რაღაც ალგორითმი მაგას ჩალიშობს რომ ჩვენი რაღაც განწყობები გამოთვალოს რა და დაიმორჩილოს მე და განსაზღვროს განწყობები. ანუ დღეს ეგეთ რეალობაში ვართ. ეხლა შენ რაც მოყავი, ოკეი, მან მოვდივარ. რეალობა არის სხვა. აი ეხა სადაც ვართ რა კაცობრიობა აი რა craving-ი ანუ ტოლოშიც ვართ რა რაღაც მინ უფრო ანუ ისევ შუა საუკუნეების ტიპები ვართ ოღონდ სხვა უფრო კაი რაღაცებს ვესვრით ერთმანეთს ხო და რა ხდება რა ანუ როგორ გავჩერდეთ რა ანუ აი რა განათლების სისტემის პრობლემაა ეგ სინამდვილეში და არა იმის რომ ვიღაცებს ტოლვა თუ არ გაქვს კიდე ერთხელ გეუბნები ვერაფერს ვერ შექმნით ეხა ვიждებოდით ისევ გამოქვაბული ხო და ნახე რა მე ცოტა იქით მიმყავს რომ კი არის მაგრამ ნახე რა აი მაგალითად ეხა რომ აი დასავლური ეს ხოდი რო არ განვითარებულიყო და აი აღმოსავლური რო იყოს ეგრე რა ვიმედიტიროთ ყველამ რა აი რაღაც utopia რა და დაუმშვიდდეთ რა რაღაც ხო მაგრამ ეგრე იჯდა მართლა ბოსტნეულივით იჯდა ხო ბოსტნეული არ იქნები რა მაგას ამბობ ანუ არ ტექნოლოგიურად არ განვითარდა ყველა რო ეგრე იყოს ტექნოლოგიურად არ განვითარდა იმიტომ რომ არ მოგინდა რაში გჭირდება ხო ნახე ჩვენ როგორც ეხა ვერ განსაზღვრავთ რა იქნება 10 წელში ან 20 წელში
აი კვანტური კომპიუტერი, თქვათ, რაღაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება რაებს მოიტანს, რაღაც დონეზე ჩვენ იმასაც ვერ გავსაზღვროთ, რომ აი ამ stage-ში, ამ მედიტაციურ stage-ში, მდგომარეობაში რო იყოს ძალი კაცობრიობა რა. ან მაგით რაღაც ისეთი მაგალითად რო შევქნათ და მე მჯერა რომ მაგის რესურსიც გვაქვს. რომ რაღაც მივიღოთ ან დავლიოთ ან რაღაც აი ფსილოციბინის რო ჩავაჭიროთ ან ამებს გავს რა, რომ აი twin ისე შევცვალოთ, რომ უფრო რაღაც ტელეპათიურები აი პირობითად ვამბობ. ლაპარაკის გეზარება, პროსტა. ხო, ისეთი ბოსტნეული უნდა იყოს, რომ ლაპარაკი ხო და ნახე რა, ჩვენ მაგას ვამბობ, რომ აი კი, მცენარე მაგას აკეთებ. ხო და ეგ წარმოვიდგე ეგ რო ცნობიერად რა, აი ეგ მცენარე აკეთებს მაგას, ანუ აი ესეც სულიან ერთ ხო და რა გვინდა მაშინ ეს სხეული და ეს ფორმა რა, ეს ფორმა რეალურად ხო რაღაც თავდაცვისთვის არის აგებული. და მაგაზე არის ეს თეორია, რომ გენებმა აგეს სხეულის ფორმა, იმიტომ რომ თავი დაეცვათ, ანუ ხო, ზუსტად, რომ დააკვირდა სხეული ეგრეა. ეგოისტი გენი არ ვიცი თუ ნერვული სისტემა, აი ყველაფერს მილებში გადის და არის ნერვული სისტემის დაცვა, აი უფრო ღრმად და რაღაც ეგრე იქნება რა. ნერვული უფრო ღრმად, ანუ გენების დონეზე ხარ უკვდავი, თუმცა ყოველი შეჯვარების შემდეგ ანუ რაღაცები იცვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გენები აგრძელებენ და უკვდავებასა შენ პროსტა გამოგიცვლიან როგორც ანსეტს. ზუსტად. ეგ არის, ხო და ანუ მე მანდ მიჩნდება შეკითხვა, რომ შენ ვისკენ ხარ, ამ ტიპებისკენ ხარ, დავლებით გამოგიცვლიან, მანამდე მზად ხარ ბოსტნეულივით იყო და გააგრძელონ იმათმა ცხოვრება, ანუ იმიტომ რომ მაგას იზამენ, შენ თუ ბოსტნეული იქნები, მაგას იზამენ ეგენი და მაგათმა პირობითად უზახი მაგათმა გამოიგონეს ეს სხეული, იმიტომ რომ თავიდან თუ სიცოცხლე არსებობდა, სავარაუდოდ იყო რაღაცა პრიმორდალური სუპი. და ეს პრიმორდალური სუპი იყო რაღაცა იმინა ბანძობა რაღაცები ეყარა შიგნით და ესე რაღაცებს შობდნენ და სრულად დაუცველები იყვნენ და თუ რაღაც სიცოცხლის ფორმები იყვნენ, ისეთი გზა აიჩიეს, რომ რაღაც კომპლექსური ორგანიზმები შეიქმნა და შიგნით ჩამალული იყვნენ და მე დარჩნენ უკვდავები და აგრძელებენ უკვდავებს. რაღაცები გაქცეულიყვნენ ან არ შეეჭამათ ან შეეჭამათ. ანუ აი პროსტა ბიჭო რა ჰაერიო დაუბერავდა რაღაცა იბრიდებოდა ეს რა და ეხა შეძვრა შენში და შენ პროსტა რაღაც მექანიზმი მაგის უკან რა ხდება რა. მაგის უკან არაფერი არ ხდება. აი მანდ ვერ მივდივარ, აი ხტები ჩემი პერსპექტივა ეგ არის, აი მე ეხა მაქე დავლაპარაკობ რა. ცოტა მატერიის უკნიდან. ხო რა და მე ვერ წარმოვიდგენ რა არაფერს, ანუ ძალიან დიდი ხანია მაგაზე მიფიქრია, რაღაცებს ვაკვირდები და სულ ვცდილობ რომ საპირისპიროს მოვისმენ რაღაც, მაგრამ არაფერს ვერ წარმოვიდგენ. რატო? არ ვიცი, მაშინ შენ წარმომადგენელი თუ შეგიძლია. არაფერი? ხო. აი არაფერი. შენ იმას ეწინააღმდეგება, უბრალოდ ან როგორ გითხრა, ანუ შენს ინსტინქტებს ეწინააღმდეგება და მაგიტო ვერ წარმოგადგენებ, ჩემს ინსტინქტებსაც ეწინააღმდეგება და მაგიტო მეც ვერ წარმოგადგენებ, მაგრამ აი იმას რაღაც სწორი პასუხია უბრალოდ რა, რომ აი მოდი მეცნიერება ვთქვათ, რომ აი რაღაც Big Bang-ი იყო და всё იმის იქით არ ვიცით და მოდი არ გავიხედოთ რა პირობითად. ეგ ძალიან რთული თემაა რა, მაგაში მეც ბევრთან ვერთვან ხვდები, მაგალითად ვიღაცები მეუბნებიან, რომ სამყარო უსასრულია, ანუ პროსტა უსასრულოა უბრალოდ და ანუ ციკლია რაღაცნაირი და ანუ სივრცეც უსასრულოა, თუ ეს სამყარო სადღაც თავდება და გაჩნდა, იმის იქითაც რაღაც ტრიგერი იყო, რომელმაც ეს სამყარო გააჩინა და ანუ რაღაც უსასრულო ჯაჭვია, რომელიც არ თავდება და მაგის არგუმენტები ბევრია რა, მათემატიკაში მაგალითად რომ იმას ერთსა და ორ შორის უსასრულოა, ანუ ყველაფერში უსასრულოა. აი საითაც არ უნდა წახვიდე, უსასრულობა, სიმცირის დონეზეც კი, უმცირეს ნაწილაკშიო ჩახვიდე უსასრულობა და მარტივეს მაგალითად 1 და 2 ნებისმიერი ციფრი აიღე და ყველაფერში უსასრულობა. ანუ ერთსა და ორ შორის ვერასდროს ვერ განსაზღვრავ რამდენი რაღაც ანუ ციფრები შეგიძლია დაყო. ხო და აი რაღაცას თვითონ არ ვაღიარებ. 1.999 და რანამ ხელიან მოგწყდება შეგიძლია წერო და ერთსა და ორ შორის უკვე უსასრულობა. რაღაც ყველაფერი რასაც უყურებთ, რაღაცნაირ ფარდოფითოფაში ვართ რა და მან მაგით რაღაც დროსაც, სივრცესაც, რაღაც მოგზაურობასაც წავიდეთ როგორ ვქნათ, რაღაც გვინდა რომ რაღაც შეფარდებითი რაღაცები გამოვითაროთ და გადავსხდეთ სადღაც, რომ იქ რაღაცა იქნება, ან გამოვიგონოთ რაღაც, ჩავიცვათ რა და ეგ უნარი რეალურად რა. ისედაც გვაქვს, რომ არცაც წასვლა არ გინდა რა. ანუ თუ craving-ი არ იქნება აი ამ ტანის და აი ამ შეგრძნების მიღების, რაღაც კმაყოფილების მიღების, ეგ რესურსი რო აი წყაროს დაუერთდე, რაც არის რა, მაგის იქეთ ვერ გახვალთ ან აი ამ წყაროს იქეთ. ანუ ვერსად ვერ წახვალ, რაც არის, ეგ არის მურჩა რა, მაგის იქეთ ვერ წახვალ. ხო და ეგ გვაქვს, მეგუნარი. თუ დაждები რაღაცნაირად 2 საათი დააკვირდები ერთ წერტილს, რაღაცნაირად იზილები ამ
ყოფიერებაში რაც არის. და რა და რა რო აი თქვათ რა შენი ფაინალის რა არის რა აღწევ აი სად მიდიხარ რეალურად ბიჭო იმას რა შეკითხვასაც სვავ ანუ მინდა რომ აქ შეკითხვაზე პასუხი მივიღო და მე ვიცი რომ აქ არ არის მაგას პასუხი ამ წამს არა მარტო ამ ოთახში არც აი აქ ტვინში არ არის მაგას პასუხი ანუ მე რაც გინდა ამიხსნა მაგას პასუხი არ არის ანუ რავი ახლა მოიყვანე ჩემი ძაღლი და აუხსენი რავი აი აუხსენი აი ეს რა ხო და იქნებ არ არის საჭირო ეგ ახლა ხო არ არის ანუ გადახედეთ ხო ანუ აი მარტო ეგეც კრეივინგის ნაწილია და ამ ფორმის ნაწილია და ამ ტვინის ნაწილია ყოველ წამს გეუბნება თქო აი მოიყვანე ძაღლი და აუხსნათ აი აქ რატო გიდევს ხო ვერ აუხსნე ხო ვერ აუხსნე რავი როგორ აუხსნე არ უნდა ხო და არ უნდა მაგრამ შეხედე მოიყვანოთ ახლა რაღაც ცხოველი და შედარებით უფრო პრიმიტიული გონების, ვიდრე ჩემი ძაღლი, მე ჩემს ძაღლს აუხსნი მაგალითად რატომ უნდა მოფსას გარეთ. მოფსავს გარეთ. მაგრამ იმ ტიპს ვერ აუხსნი მაგალითად, ხო? მე ჩავიდეთ მწერზე, რომელსაც საერთოდ ვერ აუხსნი, კი ახსნა რა, კონტაქტი არა, ანუ მისი გაწვრთნა შეუძლებელია. ანუ იმიტომ რომ პრიმიტიულია უფრო. ანუ ხო და იგივე მომენტია შენ რო ლაპარაკობ ეხლა რაღაცა შენც ეგ ხარ. ანუ შენ რაღაც ეტაპზე გაქვს მიღწეული მხოლოდ. ანუ შენ რო ხედავდა ეხლა აი მე ძაღლზე მეც ფიქრობ, ანუ და გონია რომ რა ანუ შენც ეგრე ხარ ანუ რაღაც ესეთი ეხა დევს სივრცეში პირობითად არ აღიქოთ რომ მართლა სივრცეში რაღაც დევს მაგრამ რასაც ვერ იგებ ანუ ვერ გაიგებ იმიტომ რომ შენი კოდი არ უნდაო რო თქვი არ შენ არ გინდა ანუ შენ სახელობას ეგ არა აქვს მაგის უნარი მაგრამ შეიძლება ძალიან ძირეული რაღაც გაიგო აი ფუნდამენტური შეიძლება გაიგო მაგრამ აი მაგალითად მე რას ვამბობ იცი ანუ შეიძლება რაღაც ანუ მე არ მიჯერა რომ რაღაც ფორმამ რომელსაც ცვეთადია და სულ წდება რაც უკვდავება ვქნათ და რაღაც ვქნათ ანუ ამ სამყაროს მასშტაბს და ფორმის მასშტაბს ვერ ამოხსნით რა შეიძლება რაღაც გადავიდეთ მარსიდან სადღაც იქეთ ან რაღაც ასე გადასვლა არაფერი ანუ პირობითად ვამბობ რაღაცას იქ დავინახოთ ან რაღაცა შევქნათ ჩვენ ტოვებთ ხდები შეხედე მე რასაც ვაპარაკობ მე და შენ ვერსად ვერ წავალთ ანუ არც მე და ანუ ჩვენი შთამომავლობაც ანუ შენ თუ ამას არ დატოვებ ამ სხეულს და ამ ტვინს ვერსად ვერ მიდიხარ ჩაკეტილია ანუ ყველგზე ჩაკეტილია გონებრივად და ფიზიკურად ადამიანის ხელს არ შეუძლია არსად წასვლა ანუ რაც ამ სპეისშიპში ხო არ უნდა არსად წასვლა აქ არის არ უნდა მაგას გეუბნები აქ არის ხო იმიტომ რომ ძაღლიც აქ არის და შენც აქ ხარ ხო და ეგ არის რატო არ ვიღებთ მაგას ხო ერთზე ლაპარაკობ მაგას გეუბნები ანუ მე რაში გამოყვებოდი ცეხა შენ რო აი მითხრა რომ всё რა просто ბოსტნეული ანუ ღმერთიც მკიდია ხო და აი ეხა ისეთ იმებს ამბობ დეფინიციებს უკეთებთ რაღაცებს რა აი რაღაცნაირია რა აი ბოსტნეული არ არის ეგ მდგომარეობა ბოსტნეულური რა ჩემი აზრით უფრო ღვთაებრივია ვიდრე ბოსტნეული ღვთაებრივი რა არის მაშინ ღვთაებრივი აი რა არის ღვთაებრივი აი ყოფნის ნახე აი მე ვერ გავდივარ არ ყოფნამდე როგორც აი არც მე და არც შენ და არაფერს ჩემი აზრით არ ყოფნის გამოცდილება არ გქონია რა კი გქონია მაგრამ მე და შენ ინდივიდუალურად არა მაგრამ არ ყოფნაში ხო და ნახე ეგ ცოდნა და გამოცდილება ვიცით ჯერ ვარ 32 ხო 32 წლის ხო არ იყავი ხო ეგ გამოცდილება ხო არ მქონია მე ხო არ ვიცი ეგ არ ყოფილვარ მაგრამ შენ უფრო გეჯეროს რო ქონდა იმიტომ რომ შენ ხო ამბობ რომ რაღაცები დაკავშირებული შეება ქონდა ხო და ერთადერთი ცოდნა რაც არის ყოფნა ვიცი რომ ვარ კი ეს ამის იქით არც მე და არც მაგამდე არ ვიცი ხო არც დიდ მასშტაბზე არ ვიცით რა ანუ არ ყოფნაში ანუ თუ კი რამე ვიცით ჯერ ვართ და მე რო ვიცით ყველაფერი მაგაში თავისთავად ეხლა რა ზან ყველაფერი არის ყოფნა რა ხო და ჩემთვის ღმერთი ეგ არის ესე უხეშად რო ვთქვა რა ყოფნა რო ვართ უკვე ნებისმიერ რას შეგიძლიათ ახლა ვერთი მაგრამ ეს მერას მაწლებს ან შენ რას გაწლევს ხო და ნახე რა მაგ ანუ ანუ აი კრეივინგებიდან მოვდივარ რა მე თუ მაგალითად ტოლო არ მაქვს რაღაცეების რომელიც მატერიალურ სხეულს ესე რაღაც დავიკმაყოფილო რაღაც დოპამინი გამოყო რაღაც ჰორმონები სიამოვნება მივიღო შესაბამისად მე ინდივიდუალურად გრძნობ თავს უფრო კავშირულად აი ამ ყველაფერში რა ანუ აი ვარ უბრალოდ და არ მჭირდება არაფერი იმისთვის რომ კარგად ვიყო ანუ
წავალ დავინახავ რაღაცა ნებისმიერ რაღაცით შეიძლება იყო კმაყოფილება. ეგრე. ხო. ანუ იმეც და აი სად გავჩერდეთ რომ ეხლა ვიღაც ტიპები რაკეტებს რო ისვრიან რო არ ყვევენ რაღაცას აი ჩემსავით ბევრი ტიპი ხო ფიქრობს კიდე რა ჩვენ რა ვქნათ შენ რასაც მეუბნები არ მინდა ეს. ეგოისტურად ეგრეა თქო მაგას ეგოისტორია ეს თქმა უნდა ეგოისტური აბა რა არის შენ არ ვიცი თუ გონია რომ ეს არა ეგოისტური და გასხივოსნდია პირიქით ეგოისტურია ყველაზე ეგოისტური რაღაც ლაპარაკი იმიტომ რომ აი ეგ გინდა რა აი ვიღო და არ შემეხოს ეს სამყარო და სამყაროდ კი იქ ლომი რო ვაი მირემი რა ლამაზი ბუნებაა ესე და ამ დროს მიდის ეს ლომი და სხვა ჭავს ტიპს რა და ბუნება რა სიამოვნო აი ეგ გინდა აბა ეხლა თუ დაждდების წარმოიდგინე ცოცხლად როგორ ჭამს ზებრას აი როგორი შეგზნებაა რომ ამოდის ნაწლავები და რო ჭამს ეს ლომი და სახერო ეგა სამყარო შენ ეგ არის ეგოიზმი. მარტო რაკეტას კი არ გაუვიხარ, ტკივილია სამყარო და ანუ რავი შენ რო ტკივა, ანუ სამყარო მაგიტო შეგიქნა რომ რაღაც რო ტკივა მიხვდე რომ რა მჭირს და დაიტანჯო. ხო და ეგ ეგოიზმი არაფერი არ აკავშირებს, ხო და მაგას გამო არჩევანია რა. ანუ ეგოიზმი ან აი რაღაც ის პონტი რომ აი ოკეი დროებით ესე ვიქნება, მაგრამ არ მინდა რა რაღაც მინდა რა გავარდე და იმ ტიპს თავში ურტყა რაღაც ვიღაც როა და ეხლა გზაში მოუკვდე, მაგრამ მაინც მოუკვდები ხა ესე ვიჯდები. მაინც კვდები და მაინც კვდები შენ მაგასაც ზოგადად, ხო. ანუ არანაირი არგუმენტი არ არის, არაფერი არ არის, რაც მეტყვის რომ ანუ გეთახმები რაღაც პონჩი და თან მე დაუკმაყოფილებელი ხარ როგორც პასუხსაც. არა, ზუსტად ვიცოდი ეს პასუხები რა, რაღაცნაირად სხვას არც ველოდი მართლა რა, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირად science ტიპი გეტყვის ამას რა. და სადღაც ხო, ანუ ეს მგონია რომ აი გამოცდილების ამბავია რა. შენ ეხა მაკეთ უყურებ და მაკეთ ხედავ და მე სხვაგან უყურებ და სხვაგან ხედავ და როგორც არ უნდა ვცალო, შეხედა. შეიძლება ანუ ხო რა, მე უფრო აი რაღაცნაირად აი ეს დაბადება სიკვდილის ციკლი, ოკეია, მორჩა მოვკვდეთ, გავუქრეთ. ოკეი რა. უნდა ოკეი. და ამ ჩემს იმინა ოკეია, იმიტომ რომ ანუ ეგ რა პრობლემა, ანუ შეხედე მე თუ ხრები ვაფშე არ მაინტერესებს ანუ რა მომივა ანუ სიკვდილის როგორ ანუ მე მეშინია სიკვდილის მაგალითად რომ გამომიცხადონ რომ კიბო მაქვს და ნელა არ მოვკვდებოდი მაგრამ ნახე იმის მომიდა რომ მაგრამ უკვდავებაში შეიძლება დადო ფსონი და ჩადო მთელი პლანეტა ვთქვა და ამის რესურსი მაგრამ მოკვდა რა რა ჯანდაბად მინდა ეს პლანეტა ბიჭო ანუ შენია ის ლომ ბედნიერია მართლა რო ვთქვით ახლა იქ რომ რამე ბედნიერს ეთყობა ხო მე მგონი მან ბედნიერებას არ არის რომ ბედნიერი ისეთი როგორც არის არა მეგობარო ყველა იტანჯება ყველა იტანჯება, ყველა არის ტანჯვაში. ანუ შენ თუ მართლა გინდა რომ აი ბოსტონული პროსტო უნდა გააქრო ეს პლანეტა. ანუ რადგან შენთვის ლამაზია რა, იუპიტერ უფრო ლამაზია. პროსტო იქ არაფერი არ არის. მაგრამ უფრო ლამაზია, რატო არის ლამაზი? ანუ პროსტო გააქრე რომ აი საწყალი ლომი მაგალითად რომელიც ყოველდილით იღვიძებს და იმას ჩალიჩობს რომ რაღაც გაძიძგნოს ცოცხლად რომ თავის შვილს აჭამოს და თავის ნაშიერს აჭამოს და ასუშიშია, იმიტომ რომ შვილს რო ზრდის ის შვილი სადღაც გაიზრდება და დაბრიდავს ამას, მაგრამ მაინც ზრდის. ახოდუ მე დედას ეშინია რომ ეს мама ლომი თუ მოკვდა, გვერდზე ტიპი ლომი იზრდება და ამას შვილებს უკლავს, რომ მე ეს დააორსოს, იმას თავისი გააზრდებინოს. ანუ ყველა შიშია, ვიღაცა პრივილეგირებული ტიპია, ყველასთან წვილდება. იქ ქვემოდან ელოდებიან ტიპები, რომ ეს დაბრიდონ, დასუსტდეს, რომ იმინა დაბრიდონ რა. და ანუ სუშიშია და ამის პარალელურად ლომი ყოველ დღეში მშილობს. ანუ ტიპი იღვიძებს, ეძებს გიჟივით სადღაც სავანაში, არ ვიცი სად, რაღაცას ეძებს, კვდება შიმშილით. ანუ აი არ ვიცი, ვერს გამოცდი ეგეთ შიმშილს ალბათ, რაც მე რო ვაჭამოთ რამე და იმიტომ რომ აი რო იჭერს, რო იჭერს, აი მინა ესე რო ჭამენ ვიდეოები ჩართე რა, ანუ ხო, მაგრამ რაღაცნაირად ეხა ხო მაგდონეზე მივედით ცნობიერად. არა, სხვა რამეს ვამბობ, ეხლა შეხედე. ეხლა წარმოიდგინე ირემი მეორე მხარე, ანუ ტიპს ნევროზი აქვს როგორი დონის, იცი? აი ხო არის ადამიანებს ეთყობათ მიმიკებზე რომ რაღაც შეაქვთ რა ნერვული სისტემა. მაგას პირდაპირ ბიოლოგია ევოლუციურად აქვს. ანუ რაღაც რო გაფაჩული ეს რო ემართება. ანუ ეგრე რომ ადამიანი აკეთებს ეგ რაღაც ჭირს. ხო და ამას ეგ კანონია მისთვის. ანუ ეგეთ ტანჯვაშია რომ ანუ ეგ თავს უწევენ და ეს რო არის. ანუ ეგეთ საშინელ მდგომარეობაში და ვიღაც უეჭველი ცოცხლად შეჭამს მაინც. ანუ სულ რო ახალგაზრდობაში გადარჩეს რო დაბერდება უეჭველი ბრიდავს ვიღაცა. ანუ მაშინ რა არის აქ ეს გასაფრთხილებელი თქო მაგას ვენ. ანუ შენ თუ არ გინდა რომ მართლა რაღაცა რაღაცა ღირდეს. ანუ ეს ტანჯვა თუ არ ღირს მაშინ რატო ვიტანჯებ? ანუ ტანჯვა გასავლელია რომ რაღაცა შენ რა გზაზეც მეუბნები რეალურად არის ტანჯვისგან გაქცევა. და თუ კანია გარბი ხარ ხო გინდას მიიღება რა აზრი აქვს მაშინ პროსტა მივიღოთ დავიხოთ ცოტა რა აზრი აქვს სიცოცხლეს რატომ უნდა ვიჩალიჩ ბოლომდე ხო მაინც არ ხარ შენც ბედნიერი ხო შემოდის რაღაც ტანჯვის მომენტები
ხო და რატო წვალობ მაშინ? ანუ პროსტა გავქრეთ. ანუ შენ ახლა რაღაც მომენტში მეუბნები რომ ცოტა უფრო ეს ანუ მე ხარ მგონია რომ კაცობრიობას ბედნიერებაში ცხოვრობდეს რა. უფრო ბედნიერებაში ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა ოდესმე. ხო, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ბევრად ნაკლები ვიდრე იტანჯებოდა მაშინ. და შენ We don't know that. უეჭველი ვიცით, იმიტომ რომ რაღაც თეორია არის ხო, ნუ ცოტა ადამიანი ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა რომ ძალიან მარტივად ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ქონდა. ეხლა ყველაზე მეტად დააკრა. არანაირი ფასი არ ქონდა რა სამ. არანაირი შენი სიცოცხლე არაფერ არ ღირდა თუ მეფე არ იყავი და ვიღაც ტიპი არ იყავ. პროსტა ვიღაც ტიპი იჯექი და ვიღაც მეფე მოვიდოდა რა ვიცი, მეფეს არ მოვიდოდა კაცო ვიღაცა ნუ კიველი კლავდა რა შეიძლება კბილს კივერს მოეკლა რაღაცა. კლავდა კაცო შენ ცოლს წაიყვანდა რა ვიცი, ბავშვს გაგიყიდი და ხო რა ყველაფერი. ადამიანის კლავდა. არა განა ხო იყო ყველაზე ცუდი ხო პროგრესი არის ვეთახმები კაი ეხა აქ რო ვზივარ და ამ ყველაფერს ლაპარაკობ ეგ ოკეი პროგრესმა უარყოფითი რაც მოყვა არის რომ ამ ტიპს აცოდავი რო იყო და მიწაზე რო იყო და რო უყვებ წერა კითხვა რო არ იცოდა და არაფერი რო არ იცოდა და რო უყვებოდა მამამისი რო შვილო ჩემი შენი მამა კი არა ჩემი მამა ამას ამუშავებდა იმის მამა სულ აქ რო იყვნენ და ტიპი რო არც ციგნი იცოდა არაფერი რო არის ფანტასტიკა რო არ ქონდა მაგრა ეკიდა ანუ ვაფშე იმ კარტოფილს რო ჭამდა ყოველდღე ბედნიერი იყო და შენ ეხა უბრალოდ რა ვიცი კიდევ ეკრანს ჩართავ და ხედავ რომ კარტოფილს კი რა ვიღაცა ემინა რაღაცა იახტაზე ზის მოხდება ან საშუალო სტატისტიკურ ადამიანის მოთხოვნებს გუსხოდა ჩემზე შენ საუბრობ და მაგრამ იმას უფრო დიდი ახტა უნდა მე მაგას ვამბობ ანუ სადაც რასაც არ უნდა მიაღწიო საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა ხედავ რომ ვიღაცას ის უფრო დიდი აქვს ეგა ან მაგიტოა ეს ნევროზი გავჩერდეთ მაგას ვამბობ ზუსტად აი და მაგას ვამბობ გვერდითი ეფექტზე ლაპარაკობ შენ სინამდვილეში მაგრამ გვერდითი უეჭველი აქ როგორც ჩემ ინდივიდუალური ერთ აი რამდენი საერთოდ დაუკმაყოფილი და უფრო მეტი მინდა შესაბამისად მეტი რაღაცნაირი გინ საკვების და გინ არ ვიცი სექსის თუ რამინებისმიერ ამის ხო და ბალანსი ხო და აი როგორ ფულია, მაგრამ ბალანსია საჭირო. ხო და მე მგონია რომ ეხა მაგით ვლაპარაკობ ამ ყველაფერს, ეხა მაგ ბალანსი დარღვეულია რეალურად და ნადგურდებით. ჩემი პერსპექტივით ხო შეიძლება გადავრჩეთ აგერ უცბად რაღაც გავარდეს და წკაპ. მაგრამ ხო აი ეს ხალი ეხა მაგალითად ეს. მაგრამ შეგვიძლია რომ უბრალოდ მივიღოთ ეს ეხა სადღაც გავჩერდეთ, მივიღოთ და ადამიანებს. ანუ იმ ხალმა დაჯდეს და დაისვენოს ეხა რომ რაღაცა ეს ჩემი სურვილები დაიგეს თუ დახოცოს დიაბეტმა ეს ხალხი ისე. ერთ გასხევოსნებულ ტიპს კითხესო, გასხევოსნებამდე რა შვებოდიო და წყალი მომქონდა და შეხავდიო და გასხევოსნების მე რა შვებოდიო და წყალი მომქონდა და შეხავ. რაღაც ეგ არის, მაგრამ კრეივინგი აღარ გაქვს რა, რომ რაღაც ეხა გადავრჩე და რაღაც. ხო და რაღაც დონეზე ხო არ უნდა გავჩერდეთ რეალურად. ნუ ეხა ისე ვამბობ თითქოს ჩვენ ხელში არ. მოდი გადავწყვეტე და გავჩერდეთ, მაგრამ ნუ ჩემი იდეა და ჩემი იდეალური სამყარო და დედამიწა ეგეთი იქნებოდა, რომ ხო რა, ანუ უფრო ნაკლებად კრეივინგული რეალობა. ხო, მაგრამ რასაც შეერებ, აი მაინც შეხედე სულ ამის გარშემო ტრიალებს, მაგრამ ვერ გავიგე რასაც შეერებ. დედამიწას. დედამიწა გააჩენ. რა ვაჩერებ მოთხოვნას და რესურსის ესე გამოყენებას რა. ანუ და აი ერთ ადამიანს ახლა მაგას ვამბობდი რა წერან რომ რაღაც შაქარს თუ არ მოიხმარ, ნაკლებს მოიხმარ რა. თუ არ პოლიტიკურ იმაში ვთარგმნოთ კომუნიზმისკენ მიდიხარ უფრო. კომუნიზმისკენ მივდივარ? ხო რა, ანუ რაღაც თანასწორობა იჩრდება, უფრო ყველას რაღაც თავის მოთხოვნისგან გამომდინარე აქვს. ხო და ნახე აი მომხეჭველობა არ არის. თუ ადამიანებში ეგ არ არის ხო, არ ვიცი, შეიძლება ეგრე გამომდის კომუნიზმი. ხო, კომუნიზმი პოლიტიკაში ეგრე ითარგმნა, ჩემი აზრით. ეხა იგი არ ანუ ერთ ადამიანს რაღაცნაირად არ აქვს დიდი მოთხოვნილება, ბევრი მე მქონდეს. მე ვარ, ხო. ყველაზე ნაწილდება რაღაცნაირად უფრო მეტი. მაგრამ კომუნიზმი ვთქვი მას რაღაცნაირად, ყველაზე ნაწილდება, რატო ნაწილდება. ნუ შეგვიძლია მაინც რომ უკეთესი გარემო შევქმნათ რა რაღაცნაირად, ვიდრე ვიღაც ბევრს კონდეს და იმათმა მოიხმარო მთელი რესურსი და მე შემომთავაზონ ის რომ ან ეს თანაბრად განაწილებს. არა, ვერ გავანაწილებ, ვიცი რა, მაგრამ ნუ ხო, ანუ ეხა ისე ვამბობ, რომ ეხა მესმის, რაც ყველაფერი მან რეალობაში ვარ, ეგ რეალობას მიღებული მაქვს, რაც იქნება, ეგ იქნება რა, ეგ არის ისედაც. მაგრამ მე ვამბობ, რაღაც პერსპექტივას ვავითარებ, რომ ხო, რაღაც აი აღმოსავლეთი რეალურად მაგას გვეჩალიჩებოდა რა, რომ დავმშვიდდეთ რა, ანუ არ არის ამდენი რაღაც ტოლვა და მისრაფა. შეჭამა დასავლეთმა, ხო? ხო.
და მოიგო, გამოიყენა ისევ თავისი ეს რა ვიცი, იოგას, მედიტაციას, ისე კაპიტალისტური რაღაცებისთვის და ისევ კრეივინგის გაჩენისთვის. რა შენ იოგაზე თუ არ მინდიხარ, სულ დათხარ, კარგად. ერთსაია. და ეს ძლიერი მხარეა ბევრად. ხო და მაგას ვამბობ, რომ არა არის მეორე ევოლუციის ხაზი, აი ჩემი ავატარი ფილმი ისე, სადაც შეიძლება ეგრე შეურწყმოდით იმას რა და მე მგონი ხო მე კი არ ხო, მან სიამოვნებაში არის შეხედე ძლიერი მხარე იმარჯვებს ყოველთვის. ყოველური რაღაც ის რა ქვია, დაცებლური ხო, უფრო რა. ანუ სიამოვნებაში ეგ არის, აი რავი, მეორე მსოფლიო ომის ისტორიაც ეგაა სიამოვნებაში, რაღაც ყველა საინტერესო პერიოდი იყო სიამოვნებაში, იმიტომ რომ ეგეც საინტერესო პერიოდი არ ვიცი როდის იქნება, იმიტომ რომ უცებ იჩნდება სამი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ადამიანის მოთხოვნილება თუ რავი რაღაც ანუ ინსტინქტი არ გამოდის, მაგრამ მოთხოვნილებები რა. ერთი რო კოლექტივი იყო, ანუ რაღაცა გუნდი გინდა იყო და მოდი გავიყოთ და იმიტომ რომ ეგ ადამიანის თავარი სკილი, იმიტომ რომ ეგ რო არ კონდეს გამოქვაბულიდან ვერაფერს ვერ მიაღწევდა. ანუ აი კომუნიზმის იდეა იყო რაღაც კაპიტალიზმი, აი რაზეც შენ ახლა ამბობ, მომხვეჭეობა და მეტი და აი ამერიკაში მეტ რაღაც საწარმო მანქანები მეტი, რაღაც მეტი და იყო ფაშიზმი, როცა აი პროსტა გიყურებ და ეგრევე ვაფასებ ახლა, ანუ სულ რო ეგრევე გაფასებ რა. ანუ და რაღაცა მომწონს, რაღაცა არ მომწონს, რა თქმა უნდა ახლა ეს არ მოდივარ და მე არ გეუბნები, რაღაცა არ მომწონს, მაგრამ ფაშისტი ეგია რა, პაბლშემ რა, არ მოგწონს ამ ტიპის ეს რაღაც და მოდი ახლა ამისგენები გავაქროთ რა, იმიტომ რომ ამან კიდე შვილები უნდა გააჩინოს და ეხა ათრიოს მე ეს თავი არ მინდა რა, ეს შავი თმა არ მინდა კონდეს ტიპს და დავай მოვაშოროთ. ანუ ეგ იყო ფაშიზმი. ეს სამი ყველაზე დიდი, ანუ რაც ადამიანის ბუნებაში დაეტაკა ერთმანეთს რა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ და რა მოიგო? მომხვეჭეობა. იმიტომ რომ ის ბრძოლა უფრო მაყოფილება. პირველ რიგში დაამარცხეს ფაშიზმი, იმიტომ რომ ყველაზე პრიმიტიული იყო, იმიტომ რომ აი არ მომწონს, ანუ მომწონს ეგრე არ არის რა, ანუ ვერ გადაგწე ოთახიდან რა და ჩაპიზდეს ეს ტიპი რა, ანუ იმან რო კოლექტივმა და მომხვეჭეობამ დარჩენ ორი. და მე ორი ერთ-ერთზე იჭიდავეს და მომხვეჭეობამ იმ კოლექტივსაც აჯობა. დღესაც სულ ეგ იგებს. ხო და სიამოვნებაში ეგ განსაზღვრული მათემატიკურად დათვლადია ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ გგონია რომ აი რეიგანი მოვიდა და იმან დაშ, ანუ რა რეიგანი ანუ იმიტომ ეს მე ხო ეკონომიკას აწარმოებდა. ანუ ეს სტრატეგია აწარმოებდა ეკონომიკას და ვის ეკონომიკას აჯობებდა ის მოიგო და არა ის რომ ინდივიდები იმას კაი ისყავდა და ამას კაი არა თუ აიმინა იმაში ვინ ჩადგებოდა ის გაიმარჯვებდა რა. ალბათ მათემატიკურად განსაზღვრული იყო რომ ეს წააგებდა. ხო და ეგრე შეიძლება შენ ახლა ლაპარაკობ ისეთ რაღაცაზე, რაც ანუ იმდენად ეწინააღმდეგება საბოლოო ჯამში ადამიანის ბუნებას, რომ ადამიანისთვის ეგ არ არის, ანუ საბოლოოდ მიღწევადი. ნუ ხო, არა ინდივიდის ეგეც ხო, ანუ ჩვენში არის ეგ, ოღონდ ხო. მაგას ესე ვიტყოდი რა, ის ცოტა ისე რომ აი ჩვენი ღვთაებრივი მხარე და ეხლა ძალიან ცხოველურს ვაწვევით. ხო, მაგრამ ეს ღვთაებრივი მხარე არ მომწონს რა, ღვთაებრივი, ანუ ვერ ხვდები რას გულისხმობ. მან მართლა ვერ ხვდები რა არის ღვთაებრივი, რატო არის ღვთაებრივი ეგ? ის რომ არ გინდა რომ გტკიოდეს, ის რომ გინდა რომ შვიდა იყოს ღვთაებრივი რატო? ხო, აი ტკივილი და ტანჯვა უფრო კრეივინგშია ჩემთვის და სიმშვიდეში არის ღვთაებრიობა, მაგის განსაზღვრება. ხო და ვერ ხვდები ღვთაებრიობას რატო სვა მან მოყვები ლოგიკაში? ხო და რატო ღვთაებრიობა სიმშვიდე? რა ვიცით რომ ღვთაებრიობა სიმშვიდეა? ხო, აი ღვთაებრივი ხო. ღვთაებრიობა არის ბანალურად შექმნა და აი რომ ყველაფერი დაიწყო, პირველი ამრევი და პირველი ქაოსის შემოტანი ღვთაებრიობაა მაშინ. აი უფრო აი წყაროზე ვლაპარაკობ რა, აი ჩვენი ბუნება რა, სიმშვიდე. ღმერთი შენი აზრით წყნარია? არა, ყველაფერი ერთიანობაში აღმერთი. და შენ გინდა რომ რაღაცა გამოუყო და დაარტყა მაგას. რატო არ არის ღმერთი ომი მაგალითად? აი არის უფრო ყოფნა რა, თავისთავადობა რაღაც აი ნეიტრალურობა უფრო, აი ნეიტრალურობა რაღაც. აი მე თუ შემიძლია რაღაცაზე ორნაირი შეხედულება მქონდეს, რაღაც მეშინოდეს, ან არაფერს არ ვგრძნობდე. ანუ მაგ პოტენციალში რაღაცის მიმართ ესე ვიყო რა უბრალოდ. და თუ მაგალითად ვიტანჯებ, ან ტანჯვა ჩემთვის გადის იმაზე, რომ რაღაც არ მაქვს და მინდა რომ მქონდეს. ეგ მაგაზე გადის ტანჯვა. და მთელი ომების, ტკივილის, ყველაფერი, ჭამა, ხოცვა, შლეტვა არის მაგაზე. ან შეიძლება რომ რაღაც ესე არ მინდოდეს და მაინც კარგად ვარ, თავისუფლად ვარ, ბედნიერი ვარ. კბები რაც არის. აი ეგ ყოფნა არის ღვთაებრივი ჩემთვის და მეორე არის ცხოველური რა.
ეგრე ვიტყოდი. ხო, მაგრამ უბრალოდ სიტყვას იყენებ შენ, სინამდვილე სიტყვას იყენებ, იმიტომ რატო არის ეს ღვთაებრივი, მაგას ვერ ვხვდები. ხო, იმიტომ რომ მგონი არის ეს აღმატებული იმაზე მაგალითად. აი, სანამ მაგალითად ხო აღმატებულს ვერ ვიტყოდი რა. ანუ ბიჭო, შეხედე როცა ადამიანი ლაპარაკობს ერთ ღვთაებრიობას და მეორეზე ცხოველურს, ანუ ტვინი ავტომატურად შენ შეება არ გულისხმობ, მაგრამ ცალსახად ამბობს, რომ ეს აღმატებულია. იმიტომ რომ სად ღვთაებრიობა და სად ცხოველურობა ეხლა და ამბობ რომ რატო ამბობ აღმატებულა როგორ არის ღვთაებრიობაზე ველაპარაკე და აქეთ არის ცხოველები რომ ალბათ ხო უფრო მეტი სიკეთე და სიმშვიდე მოაქვს რა და ნაკლები ჭამა ხოცვა და ვეჟლეტო რა როგორ და ნუ მაგალითით იმ ბაქტერიებით ვიხოცებით მაგალითად აი ამ ქაოსში არის წამლები რომლებიც მილიონობით ბავშვს მილიარდობით ადამიანს გადაარჩენენ და შენ ზიხარ აქ ესე და ეს ბავშვები იბად ჰიბრიდებიან მე მგონი საუბრობთ ისე მე არ მომბობ რომ ეხლა რაღაცნაირ მედიკამენტი არ იყოს რაღაცა არ გამიკურნოთ ამ ჩემთვის ეს კრემინგი რო არ იყოს შესაბამისად შეიძლება ამდენი დაავადებაც არ იყოს და ამ ტიპის რა რაღაც როგორ აბა შეხედე ცხოველებს არ ემართებათ დაავადებები ყველა დაავადებით იხოცება ანუ რას როგორ აი გავიდეთ ბუნებაში შევისწავლოთ ქუჩის ძაღლებს შეხედე რა ვიკაცო ბლომებს შეხედე რა ჭირთ ბაქტერიები იტანჯებიან სუტკივად რა ყველაფერი ტკივილია კბილს არ იპლომბავდე ხა რაღაცა საქმე დაგეწყება მაგას გეთახმა აქაც შეიძლება ვერ მჯდარიყავით ახლა რაღაც განვითარება ეხლა შენ ანუ მედიცინა რო არ არსებობდა შენ ახლა საერთოდ ყველაფერი ტკივილში გექნებოდა ამ წამს შანსი არის სახსრების გაცვეთილი გექნებოდა მედიცინა დავტოვოთ ხო და მედიცინას როგორ ტოვებ ნუ ხოცავთ ერთმანეთს რა მაგას ვამბობთ მაგას შეთანხმებიათ მაგას ვინ არ გეთანხმებს რა ბევრი ვართ მაინც ხო იმდენად ბევრი ვართ და შეიძლება ხო და რაღაცნაირად აი ბალანსი რა ბალანსი ეგ არის ოღონდ ეგ ბალანსი არის ისე რომ ანუ მე არ მიჯერა რომ ბალანს მივახცევთ მანდ რა უბრალოდ ვერ მივახცევთ ბალანსი ხო არ არის ერთი პოზიცია შეხედე ან თუ ჩვენ ბალანსზე ვლაპარაკობთ ეს რომელსაც იდეალურ პოზიციას გავჩერდი და ესე ვარ ეგეც ხო ან ბალანსი არის რაღაცა მოძრაობა რა მოძრაობა აი ხედავ მოძრაობაშია რა ან და მანდ ხარ რა ანუ სადღაც 7-ად ხარ სადღაც ტკივა სადღაც მეტი გინდა სადღაც ნაკლები გინდა და აი რაღაც უაზრო რაღაცებით არ ხარ შეკრობილი მაგალითად რომ აი ეს მინდა მაგრამ რაღაცა მაგრა გინდა მაინც და თუ ვიღაცა მეცნიერს ძალიან მაგრა არ უნდა რომ გამოიჩინოს თავი და მოახდინოს რევოლუცია რაც მე მედიკამენტს მოგიტანს ვერ შექმნის მაგ მედიკამენტს შანსი არა თუ არ იყო აინშტაინი არ იყო შეკრობილი მაგას ვერავინ ვერ დამაჩ შეკრობილი იყო ოჭველი ეგ ჭირდა რა და რაღაცა გაარღვევა მოახდინა არა მარტო აინშტაინი ხა ვიღაც პროსტა თუ იჯდა და კარგად კი ვარ, მაგრამ ეხა და არავინ ეგეთმა არაფერი არ შეიძლება. ხო, აინშტაინს რო გაიჩილა, შეიძლება ისეთ რაღაცები მე გაჩილა, მაშინ ერთი მითხარი, ვიც გაჩილა და რაღაც მოიგონა. რაღაცა მოიგონა, რაღაც გადაგვარჩინა, სიცოცხლე გაგვიხანძია. აი ვინც გაჩილა, მაგან შექმნა ეგ ბალანსი ჩემი აზრით, რა რომ რაღაცა ინსტრუმენტი არსებობს, ვინც მაგალითად რაღაც აი მაგ ბალანს შექმნის რა, რომ აი შემიძლია რომ ყველანაირი ადამიანი უნდა იყოს გაჩვენილი. ყველანაირი ადამიანი არის, უნდა იყოს რა არის რა, ეგრეა რა. მე უბრალოდ ისე ვამბობ დავზენ რომ ჩემ იდეალურ სამყაროზე ვლაპარაკობ და მაინც კაი იქნება თქო რა მაგას ვამბობ და ეგ რაღაცეები მე ეგ სურვილები რომ აი რაღაც აღმოჩენის შეიძლება მედიკამენტები მაინც შეგვექნა ხვდები აი უკეთესი სხეული ვქონო და რაღაც გაუმჯობესებულიყავით, მაგრამ არა ესე მასიური რაღაც რა. როგორ მივიდოდით მაგამდე? მივიდოდით. მეც მიფიქრე მაგაზე, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა მისულიყავით მაგამდე. ვიქნებ ვიყავით მან და ეხა ჩამოვარდი. მე მგონი რომ არ მივიდოდით, იმიტომ რომ უფრო მარტივად ვიქნება და მარტივად შეგუებოდი რაც ხდებოდა. მარტივად 27 წელს ცხოვრობ. ო რა, ნუ აი დაიბრიდა პონტი იქნებოდა რა. ეხა რაღაცა 80 წელი ცხოვრობ, გინდა 34 წელი სიცოცხლო რა. კბილი მაინც არ ცხოვრობ რა. ანუ აი არ ვიცი რა კბილი რო გტკივა რაღაცა სვამ და არ გტკივა და მე მიდიხარ და რაღაცას გიკეთებენ რა და მარტო კბილი კი არ არის შენ ხა იმდენი რამე გეტკინებოდა ამ წამს არ ვიცი ყველა სახსარი გაცვეთილი გექნებოდა უეჭველი რავი რაღაც ანთებები სახსარი გაცვეთილი მაგრამ უარესად არ ვიცი კიბილში იქნებოდი ანთებები გექნებოდა სხეულში მუდმივი რა რაღაცები ხო რა მაგრამ ყველაფერმა რაც ეხა მაგაზე ვდგავართ რეალურად ბევრი რესურსი არ წაუღია რა ანუ აი მოდი დავაკონკრეტებ მე არ მევასება დღეს რომ აი ადამიანებს არის პროსტა რაღაც ბანკში ფულის შესატანი წყარო რა ანუ გუშება ეგროსებოთ ხო ანუ რომ აი ყველაფერი არის ირგვლივ პროდუქტიდან დაწყებული ყველაფერი არის იმისთვის რომ შენ იყო რაღაც ელემენტი და რაღაც
რეალურად ჩემი ეს ყველაფერში ვთანხმდებით, უბრალოდ ერთ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, იმაზე რომ ჩემთვის ცნობის მოყარეობა არის დაკავშირებული წამებასთან და ტკივილთან რა. ანუ რაც უფრო ცნობის მოყარეა ცოცხალი არსება, მარტო ჩემი თეორია არ არის. ორგანიზმს რო დავაგვირეთ, ეგრეა, მით უფრო იტანჯება. ანუ რაც უფრო პრიმიტიულია, ტკივილის ორგანოებიც კი პრიმიტიული აქვს. ანუ აი ახლა თეორია არის, ბოლო კვლევები ამბობს, რომ შეიძლება თევზი ტკიოდეს, მაგრამ არის კვლევები, რომ ამბობდნენ უბრალოდ აქამდე ითვლებოდა, რომ თევზი არ ტკივა. და არის რაღაც ორგანიზმი, რომელსაც იმდენად პრიმიტიულია, რომ არ ტკივა, ანუ ტკივილს ვერ განიცდის. მე გამოჩნდა თეორიები, რომ აი რაღაც დონეზე განიცდის, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც განიცდის, მაგალითად ძუძუმწოვარი რა, რაც შემდეგ რა. წერს რო კლავ მაგალითად ვაფშე განიცდის თუ არა, ვერ ვამბობთ მაგას მაგალითად რა და ხო და მანდ მიდიხარ რა, ანუ რაც უფრო მეტი ტკივილი გაქვს, რაც უფრო მეტი ტანჯვა, მით უფრო კომპლექსური ორგანიზმი ხარ და ეგრევე ვაგდება, რომ ტბინის კომპლექსური გაქვს და რაც უფრო ნაკლები გაქვს, ცნობის მოყარებას ნაკლები გაქვს. აი ყოველს მაგრა კიდია, ცნობის მოყარება მოვიდა, სუნი იგზნო, ჩაგარჭო, წავიდა და ძაღლს მაგალითად უკვე ძალიან დიდი ცნობის მოყარება აქვს. აქ რო შემომეყვანა ჩემ ძაღლი, ყველა ადგილთან მივიდო და ის ახლა მეცნიერებას კი არ შექმნა, მაგრამ აინტერესებს რა. სულ ყველაფერი აუცხო სივრცეში ყველა სუნი უნდა იცოდეს, ხო? დააფსავს ადგილს იმახსოვრებს. ანუ იმინე ცნობის მოყარებით გატენილი ტიპია, მაგრამ მაგრა იტანჯება თან. მე რო წავიდე სახლიდან ტირის. ანუ მას უკვე ემოციები დაემატა. ხო და აი ეგ არის რა, ანუ შენ რაც უფრო მეტ ესე ვთქვათ იმაზე ადიხარ, მით უფრო მეტი ტანჯვა მოდის. მაგრამ შეიძლება მოდუნდე მაგ ტანჯვაში. კი, და ეგ არის თქო, მაგას ვამბობ, ანუ ეგ ლავირება და გრადაცია, რომ ანუ გადადიხარ, გადმოდიხარ, მაგით დავიწყე. არ შეუძლებელია, რომ ცალსახად გაწიო, ან ერთი ან მეორე. ანუ შენ თუ ეგ ჩილ მომენტი გაწიე და აი პროსტა რობოტი ხარ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიხარ, რავი, აინშტაინი ხარ, ანუ იმინა დედაგეტირება რა. გამორიცხულია რაღაც დაგეხევა პროსტა. ანუ აი პროსტა აი მარტო ამაზე რო ხარ და აი ადამიანური ურთიერთობა რო დაკიდებული ყავს, სითბოს რო ვეღარ გამოხატავ, ხო? ანუ მშვიდად რო ვეღარ ხარ პარტნიორთან, ანუ მან დანძრეული გავს, არ აქვს შობა მიხარ. ანუ არ ვიცი შენ ხე მედიტაციის რა დონეზე ილაპარაკებ, რომ სადღაც გადიხარ იქ, სადაც ვეღარ ფიქრობ, მაგრამ ფიზიოლოგიურად მაინც ხო ფიქრობ. ფიზიოლოგიურ ფიქრში რაც გულს. ფიზიოლოგიურ ფიქრში ფიქრი, აზრი ხო მოგდის. არ მოგდის აზრი? ანუ რაღაც დონეზე მიდიხარ მედიტაციით იქ, სადაც აღარ აზრი არ მოგდის. რაღაც ისინი არის ხოლმე პერიოდი. ხო და გქონია თქვენ აზრი აღარ შემოდის. ხო, აი ნული ფიქრი რა სიჩუმე. სიჩუმე. ხო და აი მაგას ხო გრძნობ რო სიჩუმეა. აი ეგ მე მაინტერესებს. ანუ ცნობა მაგის ყოფნა. ხო და ეგ ხო ფიქრია უკვე. აი თუ აბა რა არის? ანუ შენ რო იცი რომ სიჩუმეში ხარ და სიჩუმეს გრძნობ. ხო ფიქრობ მაგ? არა. გრძნობა რა. აი გრძნობა ფიქრი. აი ეხა ფიქრი, აი აზრი მაგალითად რომ მე ვარ ეხა აქ და ვიცი რომ ეხა აქ ვარ. ხო. მაგრამ ეს ხო დაკავშირებულია იმასთან რომ აი სივრცეს ცნობ. ანუ მაგ დროს სივრცესაც ვერ ცნობ. ანუ სივრცეს შენ როგორ სივრცეს ცნობაში რას გულისხმობ? არ ვიცი ეხა აქ რომ დავახშობ ხედავ სივრცეს, მაგრამ კომენტარებს არაფერი არ აკეთებს რა შეგნით. მიხდი ანუ როგორ არა აი მაგალითად შენ ხედე ლურჯი კედელია რა ვიცი ფერებში ძალიან ისმაშება არც არის ლურჯი ხო და მოყურებ აი თეთრს უფრო აი თეთრი კარებია და სიჩუმეა რა თეთრ კარებს უყურებ და ინფორმაცია ხო არის რომ თეთრია რაღაცა ხო გეუბნება რომ თეთრ კარებს უშუალო ინფორმაცია რა არ ვიცი არ მიყვარს ხოლმე ამ გამოცდილებებზე ლაპარაკი ხო ანუ მე რადგან ეგეთი არაფერი მიახლოებული არ მქონია მე მაგიტო მაინტერესებს მაგრამ მე მაინც მგონია რომ რაც არ უნდა ანუ იყო ფიქრი მაინც არის ან ფიქრისგან ვერ გადიხარ შენ ხო არ დავარქავდი მაგას ფიქრს შეიძლება როგორც ინფორმაცია რო თვალებს შემოდის და twin-ით არგნის როგორც ვიზუალურ რაღაცას ოკეი მაგრამ ფიქრს უფრო ეძახი რაც ან წარმოდგენით ვიზუალურ რაღაცას რასაც წარმოიდგენ ან რაც ლაპარაკობს აი მე მაგალითად სახელი რასაც ერქმევა მე ვარ აქ აი მაგალითად შეიძლება შენ ხელს ისე შეხედო რომ ხელი შენ თავმა კომენტარი გაგეთოს ან ისე უყურო რომ არაფერი კომენტარი არ აკეთოს ოკეი. ეხლა მე მაგალითად გაგზავნებ ჩემი მას ერას ვამბობდი რომ მე რა პრობლემას მაწუხებს ხო და მაგასაც შევეღებ. ხო და მან მივდივარ. ფიქრობდი როგორ მოვხდით ხო და აი მან ბუნებრივად მივედით მან რა, ბუნებრივად მივედით მან რომ ანუ ჩემი გამოცდილებებია მაგალითად რაგებთან ადრე რა. ძალიან მევასებოდა ფსიქოდელიური ნივთიერებები რა ძალიან და ანუ ეგ მდგომარეობა რომ ანუ მავიწყდებოდა ვაფშე ვინ ვიყავი ანუ ეგეთ მდგომარეობები ხშირად მქონია. და მქონია ძალიან აი ტოპ დონეზე თუ როგორ ხო არ ვიცი მაგრამ სადაც შენ ხო გიგო ხელს უყურებდი და ხელიაო თუ ანუ ხელს უყურებდი ხელი რა იყო აღარ ვიცოდი ანუ ვაფშე ეს რა იყო არ ვიცოდი ხო და იყო ზოგჯერ მაგ ხო წკიპია რა თუ უცებ გაგექცა პატარაზე უცებ შეება ძალიან შეგეშინდეს და თუ დაიჭირე ო რა კარგია პონტია ხო და მან მქონია ეგ ორივე მომენტები რომ გადაუყვანე ვარ სადაც საშინელებაში და უცებ ისეთ პანიკური ისინი დამწყებია რომ ანუ აი
ვეღარავის რო ვეღარ ცნობ და თან რო რაღაცა გეუბნება რომ რაღაცა უნდა იცნო და რავი ან მან მდგომარეობა ეგაი რომ ვიღაცებს რო გალაპარაკებენ ტელეფონზე კამერას გირთავენ და უყურებ და ვაფშე ვერ ხვდები ვინ არის და პანიკა რა ანუ ვაფშე სიკვდილიც არის რა მაგრამ რაღაც უაზრო შიში რა მაგრამ მეორე მხრივ მქონია რომ ანუ ვეღარ ვკითხულობ ინფორმაციას მაგრამ ანუ აი მაგით ვამსგავსებ თქვენას ლაპარაკობთ ჩემთვის ეგაა რა რაღაც დონეზე გავს ხო რაღაც დონეზე გავს და ანუ მანდ ანუ როგორ ვთქვა მაგრამ ფიქრი მაინც იყო ხო ანუ მე უბრალოდ დავკარგე ინფორმაცია სამყაროზე მანდ შეხედე ანუ მე ინფორმაცია აღარ მქონდა ანუ მე ვეღარ ვხვდებოდი დანიშნულებას მაგალითად ერთ-ერთი იმდა რომ გამოვედი просто უყიროდი კი არა და ვამბობდი სიტყვა დედა ესე მახსოვს ვამბობდი და რა დედა და არ ვიცი საიდანაც ეს დედა ამომიტივდი და თუნდაც ვცდილობდი რომ ანუ ეს დედა მეთქვა ანუ და ეს ვერ ხვდებოდი დედა რა იყო და ნეუნება ამით ისე და რომ მარტო პირველი სიტყვა რაც თქვა მარტო ეგახსოვს ერთხელ მქონდა მაგალითად საშინელი ოვერდოზი ანუ ისეთი ოვერდოზი მქონდა თან არაფერი ფსიქოდელიური არ იყო ხო და ანუ აი ეს ბიოები რო ძალიან პოპულარული იყო, მოკლედ მას შემოვიდა მოსწავლე გზაული რაღაცა და მახსოვს რაღაც ბარი იყო და იქ ვართ რა და ანუ მოკლედ მე მოსაწევი მქონდა მოწავლე რაღაცა ჩემი მეგობარი მეუბნება რომ რაღაც ბიოჰაშიში ესეთი რაღაც იყო შემოვიდა ბიოჰაშში მოგაწევი. ეს ხდება აი 10 წლის წინ, უფრო ძველი ამბობ 12 წლის წინ და короче, სადღაც შევედით ტუალეტში და ეს რაღაც ბიოჰაშიში მომაწევინა ამ ტიპმა. მაგრამ რაღაც მაგ პერიოდი მქონდა რომ ამგონია რომ არაფერი არ ცუოთ არ მყდის თუ რაღაცა და ერთი ნაპასო მეორე ნაპასო თუ რაღაცა და ანუ აი ხო წამში გარტყავ და ბიჭო მახსოვს მომენტი რომ უცებ ანუ ვგრძნობ რომ სხეულს ვეღარ ვაკონტროლებ და ამ ტიპს დავასწარი უნიტაზზე დავჯექი ეს ტიპი დარჩა ფეხზე რა ეს ჩემი მეგობარი და აქ გავარდა ანუ მახსოვს პროცესი როგორ დაიწყო წაშლა რა ანუ ინფორმაცია მეშლება და რაღაც მომენტში ვითიშები ანუ იმინა გავითიშე რა და აი მანდ იყო რომ აი არ ვიცი ანუ მან ვიყავი თან ცოცხალი ვიყავი იმიტომ რომ თან გონზე ვარ ანუ რაღაც მომენტში თან გონზე ვარ მაგრამ ანუ აი ის კი არა რომ აი ხილს უყურებ და ვერ ხვდები რა იყო. ანუ ვაფშე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ანუ ვაფშე წაშლილი. ფიქრები მქონდა თუ არა? არა, მაგას ანუ ეგ არაცნობიერი მდგომარეობა. ვეც გადმოუცემ რა იყო. მაგრამ იცი რომ იყავი იქ? ბიჭო, ვიყავი, იმიტომ რომ მე მახსოვს, ან ის მომენტი არ მახსოვს ვერ გადმოვცემ, იმიტომ რომ აფერი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მომენტი შემოსვლის მემორის თავიდან. ანუ კომპიუტერს დაარესტარტებ, ხო იცი? აი ეგ მომენტი მახსოვს, როგორ დამემართე. ტელეფონი მე თუ ჯიბეში და თუნდაც გვეძებენ რომ სად არიან ტიპები თუ რაღაც და ეს ვიბრაცია შემოდის ზარი, ამ ვიბრაციას მექანიკურად ხო და ამ დროს როგორც ჩანს უცებ შემომაბრუნა ამ რეალობაში და უცებ ვიჩითები მახსოვს სადღაც რაღაცა ცაში ვარ თუ რაღაცა და ანუ უცებ მოდის ბიჭო ინფორმაცია ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია ანუ როგორც ჩანს ტვინი დარესტარტა თუ რა გააკეთა და წამოვიდა ეს ინფორმაცია და მე რადგან ეს ინფორმაცია ყოველდღიურია მაგრამ იმ მომენტში 0-დან იყრება თავი და მე მეგონა რომ ანუ უცებ გონიო რომ რაღაც სვა რა ანუ ინფორმაცია მეყრება და ნელ-ნელა რომ ბრუნდებოდი ბიჭო ფიგურები შემოდიოდა აი მაგალითად ჭადრაკის ცხენი შემოვიდა და ზღვაში ჩახდა ანუ არ ზღვა ჩანდა და არ ჭადრაკის ფიგურა ეს ხო ტვინური პროექციები რაღაცეები რომ ბრუნდებოდა პროსტა იყრებოდა ხვდები და არ ვიცი მაგაზე ხო არ ვიცი ეგ უფრო ტრიპს გავს ხო ტრიპია რა თქმა უნდა ტრიპია მაგრამ რაღაცით ხო გავს იმას რომ ანუ დავივიწყე დავიჩიშე ლაპარაკობ რა იმ მედიტაციური მდგომარეობა რა არ ვიცი ვეცდები რომ კარგად ავხსნა გამოცდილება რა ან გასაგებად უფრო სწორად რა აი რაღაცნაირად ხო ყველაფერი ინფორმაცია რაც გარეთ არის ჩვენს გარეთ რა და ჩვენს ინფორმაცია ვართ რაღაცები ყველაფერი ერთშია ხო რაღაცნაირად ანუ არაფერი რაღაც დონეზე ყველაფერი რაღაც ერთის ნაწილია რა და ეხლა წარმოიდგინე რომ რაღაცაზე კონცენტრირებ იმდენად რომ შენ აი ჩვენ ეხლა ნებისმიერ ფერს რაღაც საუბარს ჩვენ ჯერ პირველად შეგრძნებებს სენსორული გზით ვიღებთ ამას ნეიტრალურ რაღაც ინფორმაციას და მე ჩვენ twin coding-ს უკეთებს ამას და აძლევს ფორმას რა მაგალითად ფორმა არის ეხლა შენ მანძი ხარ მე აგვზივარ და ვსაუბრობთ რაღაც ასე გასვი ამ ფერის მაიკა რაღაც მოკლედ რა ნებისმიერი ეს ეხლა წარმოიდგინე რომ დიდი ხანი კონცენტრაციით რა აი ეს ტიპი ანუ ინფორმაციის მიმღებსა და ინფორმაციის შორის ხრება დისტანცია რა და ეგ გამოცდილება ანუ ერთიანად ყოფნის ანუ მე აქ ვარ შენ იქ ხარ ის არის დრო ეხა რაღაც აი ამანქანამ ჩაი არა არ ვიცი ახლა კარგი მაგალითია ამის გემოზე რო გელაპარაკო რა ანუ რაღაც პორტოხლის გემოზე ის ატმის გემოზე რაც არ უნდა გითხრა ჩემ ვეცდები რომ მაქსიმალურად სწორად განმოვცე
ჩვენთვის გასაგები იყოს, მაგრამ რო გასინჯო იმას, ეგ უკვე შენი უშუალო გამოცდილებაა რა. და ის უშუალო გამოცდილება ყოფნაში, ყოფიერებაში. სადაც ხო ის კონსტრუქციები აღარ არის რა, მე აი აქ. ამ ტვინის პირდაპირ ისეთი უბნები აღარ არის ეგრე აქტიური. ხო, შენ ამას ვთქვი მედიტაციით აღწევ, შეიძლება რაღაც ნივთიერებითაც. შეიძლება რაღაც ნივთიერებით გაიარო მაგ რა. ძალიან გავს რაღაც დონეზე, მაგრამ ხო შენ თვითონ გადიხარ საფეხურებზე და წინააღმდეგობები გაქვს მაგაში, მაგას იხსნი და იწურთნები მაგაში და მე რაღაც state-ებს მდგომარეობას აღწევ რა. თვითონ მდგომარეობა ეგეთია რა, არაფერი აღარ ისმის ცალკე რა, მე ავქვარ და ის რაღაც ყველაფერი არის ნეიტრალური ცნობიერება, სადაც რაღაცები ჩდება და ქრება და ფორმას რაც აძლევს ამ ცნობიერებაში რაღაცებს არის აი ეს ტიპები რა, ტვინის რომელიღაც უბნები, network რა ქვია. network რაღაც. networking. ხო, რომელიც ხო რაღაც ფორმას ხო, ფორმას ვაძლევთ რა. დანარჩენი არის ყოფნა ნეიტრალურად. არ არის ეგ ბოსტნეულად ყოფნა რა. ანუ ინფორმაციას იღებ. და გას ბოსტნეულიც ხარ. ნუ აი თუ რავს გულისხმობთ რა, თუ დავარქმევთ მაგას ბოსტნეულს რაღაც ბოსტნეულს ვეძახი რაღაც არსება ცოცხალ არსება რო დევს და სრულ კმარი როა და არაფერი არ ჭირდება. მაგას ვეძახი ბოსტნეულს ეგრე შეიძლება. აი ჩემთვის შეურაცხყოფელი დამაკნინებელია რა ბოსტნეული. ხო, ბევრჯერ მოგხსენებია საკუთარი თავი ბოსტნეულს. ხო, ბოსტნეულს შტეპცელს ვეძახება. აი შტეპცელს. ბოსტნეულიც ხო რა. შეიძლება ხო, სასიამოვნო არის. მაგრამ აი უინფორმაციობა არ არის რა, აი თავისთავად ინფორმაციული მდგომარეობა შემეცნებით, აი არ ვიცი, აღარ მჭირდება. ინფორმაციობა რა შუაში, რა ვინ თქვა რა. აი ცოტა რაღაც აი მგონია რომ ფიქრს რაღაც მაგას აი ფიქრი საერთოდ აი თითქოს ხება ყველაფერი რა. ხო, არა, ეგრე ვერ იქნება. ხო, უბრალოდ ფიქრის გაჩერება ანუ ფიქრის გაჩერება ეს ადგილ ფიქრი გაჩერება არ არის. უბრალოდ რაღაც მდგომარეობას აღწევ, სადაც ეგ ტვინის უბანიც არ არის ეგეთი აქტიური, რომელიც მე აქვარ. აი ეს რა ქვია მაგ სიტყვას. იდენტიფიცირებას ახდენს. აი ხა რაღაც ის გაიჩნდა რა, ანუ მე მაგალითად რამდენი წელია? 2018 წელს მერე არაფერი ანუ აი ეგეთი ნივთიერებაზე რა ვიყავ, საერთოდ მე მეღია რა. ხო? მართლა 2018 და შენ? ხო, მე просто მომიწია ეგ რაღაცნაირად. მეც მომიწია, ხო, ანუ ჩემი არჩევანი საერთოდ არ იყო. ხო, მაგრამ მე ეხა ჩემი არჩევანია ამ წლებში. ამ წამს ჩემი არჩევანია, მაგრამ ანუ მე მგონია რომც გადავარჩიო ეს მაინც არ შემილია რა. გადარჩიო. ანუ რომ გადავწყვიტო რომ მოდი ისე უნდა დაუბრუნდე მაგას, ვერც დავუბრუნდებ. ხო, მე ალბათ არც რა. მაგრამ მეც არ მაგას არანაირი ხო, აი ვერ ხო, მესმის ასე. ანუ მაგის უკან არის შიში ჩემთან რა, ანუ ხო, აი ეგ ძალიან. ხო, და მან მივედი. ხო, მივედი წლისთან. ძალიან ვიარეთ. კი, ვეცი, იმიტომ რომ მან შიში არის იმის რომ უკონტროლობის რა, ანუ სხეულის უბრალოდ როგორ გითხარ იცი? ანუ ადრე რითიც ვკაიფობდი. ანუ გულს ხო არა პირდაპირ кайფს დრასაუკანო რითიც მისწორდებოდა. ანუ ეგ იმის დავკარგე რა. იმიტომ რომ მაგ მდგომარეობაში და ახლობით მაგ მდგომარეობაში დამართა ძალიან ძიმე შეტევა. ხათ კლუბში ვიყავი და 2 დღის გაათენებული მქონდა და ანუ ერთი თვე ვიყავი ბერლინში და ბერლინში საერთოდ არ გამოფხიზლებული ვარ და რაღაცა просто იმუნოლოგია შუაში და ნერვულმა სისტემამ დაასტუკა. და მქონდა კაროჩე რაღაც საშნელი შეტევა. რა თქმა უნდა, მაშინ ვერ მივხვდი ეს ნერვული შეტევა იყო. ანუ მე მგონია რომ ინფარქტი იყო, იმიტომ რომ აქ უცებ ეს მეგობარს ვესაუბრებოდი კლუბში გარეთ ვიყავით და უცებ რაღაცა იმენ რომ გაგიყარო გულში და გამჭოლა იმენ გამეყარა რაღაც გულში. ცხოვრებაში გულს არ შეუწუხებია, გულის ტკივილებში არ ვიცოდი რაღაც 1000-ში ერთხელ რაღაც პროფესორ წამოჩხვლიდა რა ვიცი და ბჭო ეს ხო გავშეშ და გადავარდი რა ეგრევე და ყველაზე ცუდი რაც მოხდა რომ გონება არ დაუკარგე რა. გონება რომ დამეკარგე ეს პრობლემა ხა აღარ მექნებოდა. და გონება რომ არ დაუკარგე ეს ტკივილი დამამახსოვრდა რა. ანუ და ეს ტკივილი იყო გაუსაძლის ტკივილი, ეგეთი ტკივილი მე არ მქონია არასდროს ცხოვრებაში. სახსარი ამომიგდია რა, ყველაფერი ეგეთი ტკივილი არ მქონია რა. ანუ თან ეს გულში როა ეს ტკივილი და თან რო არის რომ ბიჭო სიკვდილის პონტია რა, აი სახსარი ამოიგდე უყურებ აი ხელი აქ გაქვს, მაგრამ იცი რომ არ კვდები რა და აქ ემატება ეს რომ იმინა მოკვდი რა, უეჭველი მოკვდი რა, ახლა გულზე ეგეთი ტკივილი უცებ 700 რაღაც რო გაქვს მიღებული და 2 დღის რა არის ხო სხვა გამორიცხულია და ახოდო ანუ ეს ხელები გაშეშებულია, ვცდილობ ხელი გაუწია და ვეღარ ვამოძრავებ
და ეს ფიქრი რომ ინფაქტი მივიღეთ და რა ცუდად მოვკვდი. აი ეს ფიქრი რა ბანძი ვარ რომ მენა ბანძი ვარ რომ სადღაც ვგდივარ და ვკვდები. აი იქ ფიქრი მაქვს. ხო, აი ვიღაც ტრანტიპები და ხო და ვიღაც ტრანტიპები რაღაცებს ყვირიანი. მიმათრევენ, კაროჩე, სადღაც ეს სპეციალური სივრცე ქონდათ ამ რაღაც კლუბშიც ესეთ ჩემნაირ idiots ანუ ხოდავდნენ და იქ რაღაცებს მიკეთებენ და ყველა ყოველს ჰარტ-ატაკ რაღაცები და ანუ არის და იბრიდებაო რა და მეც მგონია რომ ვიბრიდები და რაღაც რადოიხანი გავიდა არ მახსოვს ჩემი მეგობრებიც იქ არიან ვიღაცები რაღაც პირველად დახმარებას მიწევენ რისას არ ვიცი და მოვიდა სასტრაფო კაროჩე ესე ამწიეს ტიპებმა ამიღეს სადღაც შემაგდეს კი სასტრაფო მანქანაში შემსვეს და ეს ტიპი ეს ვიღაცა გერმანელი მეუბნება რომ რაღაცებს მებაზრება და გულს რაღაცებს გაშეშდა ეს ტიპი რა და რო გაშეშდა ბიჭო ანუ მეთქი რა უნდა თუ რა მოვკვდი თუ რაღაცა და მე მგონია უკვე რა მართლა მგონია რომ ნუ გარივარ და ვერ ვინძრევი ესე ვარ პროსტა გაშაშებული და აუტანად და უცებ ტიპი მეუბნება რომ ოდნავ გაქვს რა მეგობა რომ გული აჩქარებულია და აი ეს ოდნავ გაქვს მეგობა რომ გული აჩქარებული არის უცებ რეალობაში ბრუნდები რა ოდნავ აქვს გული აჩქარებული თავი წამოვწიებ ბიჭო ანუ ვერ ვინძრეოდი რა უცებ ესე ვწევ თავს და ტიპი მეუბნება რომ რამე ხო არ მიიღეო რომ ოდნავ გაქვს ვაჩქო იცეკვეო თუ რა ოდნავ მგონია რომ ინფაქტი მას გადატანილი რა და არაფერი არ გჭირსო გარჩეო ტიპმა რა ანუ აი ვაფშე არაფერი არ გჭირსო ეხლა მე შემიძლია წაგიყვანო საავადმყოფოში ჩვენთან მაგრამ აქ წავენო პროსტაო და თუ გინდა ჩამოგსვამო პროსტაო რა ტიპი მეუბნება და ბიჭო რა მეთქი ჩამომსვი რა და ანუ ჩემი მეგობრები რომ მელოდებიან ანუ ამ სასტრაფოს მაგაში რომ ჩამსვეს და ამათ ყველას გონეთ რომ სასტრაფოს მაგაში მოვკვდი იმიტომ რომ ბიჭო ახლა ტიპი რომ ძალიან ცუდად გული შეტევაა სასტრაფოს მაგაში რომ ჩასვავენ და 5 წუთი 10 წუთი მანქანა აღარ იძრება ანუ რა უნდა იფიქრო ახლა და იასე გონეთ რომ მოვკვდი რა ეს კარებიც რო იღება ჩემი მეგობრები ყოლა აი არჩი გვამით ველოდებით და რაღაც ტიპი სამწუხაროდ დაიბრუნდა და რაღაცა თასი ძარაფხიზლები თოლი ჩამოდივარ და არაფერი აღარ სტკივილი ბიჭო გამიარა და ტიპებს ვეუბნები კლუბში შემიშვიდო რა დაცვას ვეუბნები რა ეს დაცვა რომელსაც გამომიყვანეს ტიპი მე რა შემოჭი ვერა არა სტრიფი იყო რა ეგეც ბიჭო ტრიფი იყო და მე წამოვედი მოკლედ და ანუ მე უცებ მეტროში დავიმართა ამ ბერლინში მეტროში დავიმართა გამიმეო რა მეორე დღეს სულად ვიყავი გამოვიძინე რა ეგ მალევე ხდება თუ იმავე დღეს ანუ გამოვიძინე რაღაც ბიჭო იმინა კაროჩე ვცდილობ რა დავმშო ხო დარწმუნებული ვარ მაინც რომ გულია ვებშო ვერ მივხვდი რომ ნერვული შეიძლება ხერხემალი იყო ან რაღაც კუჭი აზრე ვარ რა იყო მალა იყო ხო ბიჭო გავიდა რაღაც პერიოდი ანუ უბრალოდ მე იქ ბერლინში არ ქონდა ხიზელი ვიყავი ყველაფერი თქვენ მქონდა და შენ ჩამოვედი რაღაცა და ვაფე არ მაწუხებს რა და მამეთ მეთქი რა ლუც დაულევ რაღაც მოსაწევს მოუწევ ისევ რა ვერ ვარ რა კაროჩე ადეკვატური მაგ პერიოდში აშკარად და რაღაც ერთი ორჯერ მოვწევ ისევ დამატრიგერა მეთქი რაღაცა ის მოდი აღარ მოვწევ თან სადღაც ჩავეწე დამატრიგერა რა ანუ იგი ბიჭო არა რაღაც დამიჭირა ისეთი არა მაგრამ რაღაც დაიჭერს გულში და დაძაბულის ჩაკუზული რო ხარ და რაღაცა და მეთქი ანუ აი მალე გავიდეს რაღაცა ჩავეწერე კარდიოლოგთან თუ რაღაცა და უკვე ერთხელაც ფხიზელზე გამიმეორა რა ვაფშე ფხიზელ წევარს დახცე და უცებ წყალი რა იყო ის გული რა ისევ შემერჭო რაღაცა არა რამ გამოიწვია ნოლი ტრიგერი, აი პროსტა ვიწექი, ტაქსი ხმონა გამოძახებული და გავდიოდი ბარში სადღაცაც, მეგობრები მეულდებოდნენ და აი ამ დროს პროსტა მემართება ეს რა და ნუ ბარში მეგობრები რომ გელოდებოდნენ რაღაც იგივე შენ ანუ ხომთა ტრიგერი მე მგონია რომ გადაწყვეტილი მაქვს რომ არაფერს არ ვიღებ, არ ცვავ, აღარ ვეცებ თუ რა ვი კარდიოლოგთან ვარ ჩაწერილი, გული მაწუხებდა ხა ეგეთ გიჟიც არ ვიყავი რომ წავალ ხა უცდავლე და მოუწევა და ვერ გაიგე რა იყო ვერ გავიგე რა იყო მივახციე მე კარდიოლოგთან და აი კარდიოლოგთან შევდიოდი მქონდა გულის შეტევა ამ მომენტში კიდე მომცა ჭალებში გულის შეტევა ამ ქალმა თუ კაცმაც გამიზომა ეს რაღაც არაფერი არ გჭირსო რა თქმა უნდა ვერ დავიჯერე მე გამოვიარე 3-4 კარდიოლოგი მე ვიღაცასთან დამსვეს და რაღაცებს მიხსნის არაფერი არ გჭირსო და არაფერი არ გჭირს არაფერს და გადამივიდა ქრონიკულში რა ეგ რა ეგ ჭობა ხოლმე ეხაც მე ჭობა ხოლმე რა მაგრამ რაღაც ჩემი აზრით მაგალითად არის რა გჭირს ბიჭო ანუ გული არა ნერვული სისტემაა დაზიანებული რომელიც არის ალარმის მდგომარეობაში და მარტივი ტრიგერებიც უკვე აღიქვავს რომ ანუ პრობლემაა რაღაცა და იწყებს ხოცებით და პანიკაში ხო და ანუ ამას ცნობიერის დონეზე უკვე იმინა გავაგებინე იმიტომ რომ რაღაც მდგომარეობაში ისე ვიყავი პირველი წელი რომ ანუ ფუნქციური აღარ ვიყავი რა ანუ ფუნქციური ან მენტალურად ვიყავი მაგრამ ფიზიკურად ვაფშე დამენძრა ანუ აი კიბეზე რო ავდიოდი ბებერი კაცივით იმიდა ეგეთ რაღაცები მემართებოდა გული და რაღაცეები რა და ანუ
ერთი წელი და მან თან ახოდუ ანუ რაღაც აქტიურად ვარჯიშობდა, ხოძე ვიყავ და უცები მინა ვიჩიტები რაღაც ბოსტნეული მართლა რა. ვაფშე სულდათ ვარ ვეღარ ვიზრები. კონტექსტში ეხა ნეგატიური. მე ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, რაღაცები, მედიკამენტები, რაღაცები არაფერი არ მშველდა ერთ წელს და მე რა ვიღაც ხალმა პროსტა ვიღაც ფსიქიატრმა უცებ რაღაც მედიკამენტები მომცა და პირველ ეფექტი მახსოვს, ეს გრძელდება წელიწად ნახევარი, რომელიც გულის ტკივილი მაქვს 24 საათიანი, ანუ გულის ჩხლეტა მაქვს 24 საათი. მე ცხოვრებას წებ მაგასთან ერთად რა. არ მკლავს, არ მანებებს და მოძრაობ რა, კიდია რა. პროსტო სპონტი გაქვს რა, ეხლა უფრო არ გამეჩიტოს და ეს სუნთქვა. აი ეს ჩასწვა და ვერ ამოისუნთქებ რა და მაგ დროს იმინე გაჭერს უფრო რა, აი ხა მოდის ის პირველ უეჭველი ვიბრიდები რა და აი არა ვერაფერი იცი აი არაფერი არ ყოფილა ხოლმე, რასაც თქვა ფიქრიან, ემოციან, რაღაცა წინამძღვარი არ ყოფია არასდროს. მაგის იმ მომენტში არ ემტრო სულ იყო. ანუ სულ იყო, აი როგორც სუნთქავ შენ სულ და წინამძღოლი იყო რამე რომ ისუნთქო, პროსტა, ანუ ძილში მაგალითად, ანუ ეგეთ დონეზე იყო, სულ იყო. უბრალოდ იყო უფრო გამძაფრებები, რაღაც მომენტში უფრო გამძაფრდებოდა რა. მაგდროს მოდიოდა შიში, მაგრამ მანამდე არაფერი არ მშველდა. მე მოკლედ რაღაც მედიკამენტებზე გადავედი და ანუ მახსოვს სადაც იყო რაღაც სცენარს წერდით მეგობრებთან, სადაც ვარ და ბიჭო უცებ სკაპტოც გული ვეღარ ვიგრძენი რა, ანუ როგორ ჩანს ამ მედიკამენტმა რათიშა ეს რა. და მაგაზე დამართა ვაფშე ახალი სახეობის პანიკური შეტევა რომ ეხა ვხდები, იმიტომ რომ გული გამიჭერდა. და ანუ მე მქონდა 2 კვირა, მოკლედ შეგუების პროცესი რომ ეს გული აღარ ჩხლეტდეს და ანუ მქონდა როგორი ტკივილი. კი, ტკივილები კი არა, შიშები, იცი რომ აი просто რო უყურებ სივრცეს და ანუ აი რაღაც სივრცე, ანუ ვაფშე სხვა სახის პანიკური შეტევა, უფრო კლასიკური გაგებით პანიკური შეტევა რაც არის, როგორც ვიცი, იმიტომ რომ აი უაზროდ რო იყურები და სივრცე რო გეუცხოება და რაღაც აი თვალებში რომ მაგალითად უფრო მკვეთრად ხედავ თითქოს რაღაც ფსიქოდელიური ხსნის თავიდან, აი სიმკვეთრე ფერი, აი არაფერი შემოდი და ფერი სიმკვეთრე. მე მაგას ეწყებოდა შიში. და მე ისო ჩემი სხეული რაღაცა ნიტოტიპია რა. და მაგას ვერაფრით ვერ ეწინააღმდეგებოდიო, აი ვაფშე ვერაფრით რა. ეს გამგზავრდა 2 კვირა, ეს იყო რეალურად მედიკამენტთან შეგუების პონტი, იმიტომ რომ ამ მედიკამენტმა პროსტა ჩაჭრა ეს რაღაც სიგნალი, რომელიც სავარაუდოდ ტვინიდან მოდიოდა და პროსტა ჩამიჭრა და მე ეს ტვინი ეხა იმ პონტში შეშინდა რომ ჩეკი ჩააკრე. ხო, ანუ რა პონტია, ანუ რა ხდება. მე მაგას შევეგუე და მე იყო რაღაც აი გარდასვლის პროცესი, სადაც რაღაც დონეზე დამიტოვა ვაიტად და მე დავიწყეთ თანაცხოვრება მე და ამ ტიპმა რა. ანუ თანაცხოვრება იმ პონტში რომ ვარჯიშ დაუბრუნდი ჩვეულებრივ შემიძლია გიჟივით ვირბინო, ანუ ამიჩქარდეს გული კიდია. შემიძლია ალკოჰოლი ამდენსაც მილემეს დაავლევდა რა ამ მდგომარეობის თვალით არ უნდა ვიყო, ეგეც კიდია. მოსაწევზე მეჭიდავება, ანუ აი თუ მოუწევ, ანუ სულ მეუბნება რომ ძმაო ცოტა ხა რაღაც ეგრევე სიგნალს უშვებს გულთან. ზოგჯერ თუ კარგად წაიღო ატარებს, არ აინტერესებს. დრაგზე არც განიხილავს რა, ანუ დრაგი არის აი როგორი ჩაკეტილი, იცი რომ აი დრაგი და ეგრევე თავს მოგაჭრი პონტია რა და მეც ანუ მაგხრივ შვიდად ვარ, ანუ მაგრამ კიდია ხა ის დრაგების თემა, მაგრამ ეს ტიპი დარჩა. ანუ არ წავიდა მოკლედ და სადღაც უძინავს და მაგის იმედი არ მაქვს რომ სამუდამოდ წავა, მაგრამ მინდა რომ კარგად დაიძინოს და მაგას ვერ ვაკეთებ. ხო და ჩემს რაც უფრო ჩაძინებას და ჩაპრესვას ესწრები, მე უფრო დიდი შეიძლება გახდეს რა. ნუ რაღაც ლოკალურად მოაგვარე ხ ჩემს ეს პრობლემები რა და შეეგუე უფრო. აი ერთ რაღაცას გიყვარს მაგას დაადასტურებს მაგალითად ის რომ ანუ როდესაც მქონდა ხოლმე სტრანი პერიოდები, აი მძიმე პერიოდები, მაგალითად ძალიან ბევრი საქმე, ან რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა, ან რაღაც ეგეთი რა. რასაც პირიქით უნდა დაეტრიგერებინა ეს ტიპი, ანუ პირიქით უკან გადადიოდა, იმიტომ რომ მაგისთვის აღარ მეცალა რა. ანუ აღარ გახსოვდა ეს ტიპი. და ვაფშე გასულიყო ერთი თვე და ვაფშე არ მეგრძნო. მაგრამ როგორც მოდის კი კაი პერიოდი რაღაცა როგორც კი დუნდები ეგრევე ამოდის. ხო, ანუ სამსახური დაავადებული, ურთიერთობა. ხო, ტრაუმა რომელიც არ ამოდის რა. ხო და ეგ აი რა ქენი, გარდა იმისა რომ წამლები დალია, არაფერი მგონია. მე როგორც ყვება ძალიან გავს ჩვეულებრივ როგორც ემოცია გაქვს, ეგრე გაქვს, ოღონდ უფრო ინტენსიური იქნება, უფრო ინტენსიური და შეიძლება შეფასება უფრო ინტენსიური. რაღაც და უცებ პაციენტი გავიჭიდე. ჩვენ გიშვენ. ხო და ანუ ხო რა, ანუ ჩვენ რასაც სულ მაგას ვამბობთ ხოლმე, ნებისმიერ ტკივილის და ემოციას რა, რაღაც დონეზე არის დანებებადი რა, ანუ რაღაც ეხა შენ რო მოკლედ
რაღაცისგან უჭველ ტრიგერდება, ხო, აი რაღაც მოვლენებია. გაუცხოებას. ხო, რაღაცეები შეიძლება სუნი იყოს, ან ხმა იყოს რაღაც გზის იქე და რაღაც მერი სტიმულაცია რამდენიმე სფერო. აი ბოდიში ცვლილებას ტრიგერდება. აი როგორც კი უიზნობს ხელში ცოტა უცნაურ შეგზ. აი მაგალითად ხელი მიდევს ესე. და რაღაცა გავიფიქრე რა სტრანად მიდევს თითქოს და ეგრევე ის ტიპი იჩიტება, რომ ძმა რაღაც შეიცვალა პონტია. ანუ ცვლილების მიმართ. ხო, ანუ ერთადერთი რაც შეგიძლია და რაც მართლა იმუშავებს, არის რომ ანუ ჩაუწვე მაგ შეგრძნებას და რაც ნიშნავს ახლა ანუ რაც მედიტაციის ტექნიკა, რომელიც რაღაც ყურადღებით მიდიხარ ტრიგერთან, ანუ შეგრძნებასთან, ეს იქნება ტკივილი, ემოცია, რაღაც გაჭედილობა რა და დიდი ხანი ჩერდები, ანუ მანამდე ჩერდები მაგასთან, სანამ შენი ტვინი არ აღიღოს, რომ ეს აღარ არის საფრთხე. ანუ აძალებ, რომ იყო იქ, ну აძალებ ახლა ცოტა ისეთ ნათქვა, ანუ ყურადღებით გადმოდიხარ სულ რა. რაღაც აი მაგალითად ეგრო ტრიგერდება, შენ თავში მოდის ფიქრები, რომ ეხლა რაღაც შეცვალო, რაღაც ესე არ არის, სადღაც წახვიდე, რაღაც არ ქნა, რაღაც ქნა რა. მაგას რო არ დაუჯერო ფიქრებს და ჩამოხვიდე იყო ეხლა აქ ეს ოკეია რა. ანუ ფიქრით არ შევ. უბრალოდ ყურადღებით. რაც მე იქ დამახვილებ ყურადღებას მაგაზე? ხო, ანუ ნახო, რა შვება, სადამდე ვითარდება, სად არის კიდე, ანუ ყურადღებით რა. ან ფიზიკური ისევ არ ფიქრით არა. კომენტარებთან არა, ფიზიკურად სადაც არის, რა როგორიც არის, მაგასთან ხარ სულ. მოდი ახლა მე დავნებდი ამას არა, მოდი ახლა მე ამას გავექცე არა, მოდი ახლა ეს ამას რო ვიზამე ეს გამივლის აი მაგ ფიქრებში არა, უბრალოდ აი ყურადღება. აი ახლა როგორც მიყურებ, ჩათვალე თვალებს ხუჭავ, პოულობ შეგრძნებას და ხარ დიდი ხანი მაგასთან. მანამ სანამ არ მოხდება ეს რილიზი რა, დანებება. ანუ თავი შეიძლება გაგიჭირდეს რა, მაგალითად გაგდეს ფიქრებში ეგრევე რა, რაღაც უფრო ინტენსიური ხდება, უფრო მტკივნეული ვთქვა, შეიძლება ან ფიქრები მე ამ ინტენსიურ ტკივილს ფიქრები უძღვის რომ ფიქრები უძღვის წინ რომ მაგალითად ეხა ეს ძალიან ცუდია, ძალიან მოკვდებიან რაღაც მოგივა რა და აი დაგაჯერებს რა ყველაფერს ესდება რომ აი ელემენტარულად ჯვარი ეს ფეხები რო გიდევს ლოტოსზე დიდი ხანი რომ მედიტირებ, ფეხი რო ბუჯდება, ეგრე ფიქრები მოდის რომ ეხა განგრენა რა, რაღაც მოგაჭრიან მე, წადი ჯერ ინფორმაცია რო არ გაგდოს რა დისკომფორტი. კი. ეგეთია ჩვენი ის რა, ანუ სულ რაღაც ჩათვალე რომ ეს რაღაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რომელიც პირიქით არ გჭირდება რა, რომ გაგდოს რაღაც სიტუაციებიდან, რაც არის მისთვის უსაფრთხო პირიქით არა უსაფრთხო დარეგისტრირებული რა. ანუ ჩვეულებრივი გაჰაკვაა რა. მიდიხარ, ჩერდები. ანუ ეგეთი მედიტაციის ტექნიკა. აი ყურადღების გალესვით იწყებ რა თან, რა კონცენტრაციის გალესვით რა, ჯერ მაგალითად შეიძლება პირდაპირ აქ ვერ მიხვიდე. და მაგალითად დაიწყო აი ცხვირის ზედაკვირვების ტექნიკით რა. ეს ახლა ძალიან თეორიულად და ისე გადარბენით გიყვები. ხო ხვდები რა, აი ემოციებიც რა, ტრამვებიც რაღაცეები რა, სულ შეიძლება წამლები ვსვათ და ჩაპრესოს. მაგალითად აი სევდა ტკივილი რაღაცეები თუ არ ჩაუწექი მაგას და აი დანებება არ მოხდა. აი ფიზიკური ტკივილიც რა, ანუ შეგიძლია რომ დანებდე და უბრალოდ იყოს ინფორმაცია შეგრძნება ნეიტრალური და არ იყოს შენი რეაქცია ამაზე რომ ეს ძალიან ცუდია რაღაც. ხო და რა არის იცი კიდე რომ ანუ იმდენად არის როგორც ჩანს ნერვული სისტემა მან დაზიანებული რომ აი მაგალითად ყველაზე დიდი ტრიგერი ამისი არის უძილობა. ანუ ახლა ადრე მან ეგ დამემართებოდა რა შემეძლო 2-3 დღე ვაფშე არ დამეძინა რა, რასაო იმნე ხამი გამეთენია წავსულყავ სამსახურში მაგალითად და ეხა აი 8 საათი თუ არ მძინავს 9 საათი რო აკლია 8 საათს ანუ ეგრევე დისკომფორტით ვიღვიძებ ან დილით რო ვიღვიძებ ეგეთი რაღაც მემართება რა ანუ ეგრევე ანუ ეგ აქვს ყველაზე მეტად რომ ძილი აქვს ამოჩენებული მე ვიფიქრე ეგ ცოტა ფსიქოლოგიურადაც არის იმიტომ რომ ავიჩემე მე მეც რო აი ხა თუ დამაკალდა კი მე აშენებს რაღაცებს ეგეც არის ხო და გადაღლა რა აი ფიზიკურად თუ ძალიან გადავიღალე ვარჯიში და რაღაც არ გულისხმობ ანუ აი ფეილი დღე რაღაცა ვაკეთე მაგალითად და მე ხო რაღაც ძილი დამაკალდა ყველაფერი რაც შეიძლება საფრთხეთ აღიქვას ეგრევე თარგმნის ამაში კი აი ასევე სუნთქვაც ან კარგი პრაქტიკა რა, ამოსუნთქვა მოყვება რა. მე დავიწყე როგორი რაღაცა, ბოლოს დავიწყე, ეხა იმის კეთება რა ვქი მაგას, ანუ და სხეულის დაკვირვება. ეგეთი რაღაც მირჩია ფსიქოლოგმა. ტვინი დავიწყე, თქოს ტვინი ვარ, მე რაღაც ჩამოვდივარ, რაღაც მეებში ვეძებ და საბოლოო ჯამში მოგზაურობ მაგით და მაგით ვიძინებ მე. ხო, ეგ კაია ერთი, კაია. მაგრამ ეგრე შეიძლება დაიწყო და მიხვიდე იმასთან რა. იმასთან და იქ გაჩერდა დიდხანს.
თუ გავარდები დაბრუნდი. ნებისმიერ ემოციასთან შეგიძლია იქნება. ნებისმიერ ემოციასთან. ეხლა ეგ არის რა, ყველაზე დიდი ის ანუ. ხო, ეგ არის მაგარი სულ დისკომფორტი. რამდენჯერ გავარდები, უნდა დაბრუნდე უკან რა. და ოღონ არ ეცადო დიდხანს, აი ძალისხმევ არ უნდა ჩათო მაგაში რა, დიდხანს იყო მან. თავი დაბრუნდე უკან ყოველ ჯერს. მანამ სანამ დაიდენტიფიცირება არ მოხდება, რომ ეგ აღარ არის საფრთხე რა. სამ წინააღმდეგობას არ გაუშვებ ხელს. იმიტომ რომ თან იმდენად ძლიერია, რომ ანუ აი გვარიო ტიპები რო იტყვა რომ მედიკამენტები დაავლია და გამეთი შაღა მოვიზ, ანუ ვერ ერევა რა. თან ეხა მე არ ვსვავ მომენტ ეგეც არის რომ არ ვსვავ ისეთ მედიკამენტებს ვაი ტიპები რომ მართლა ოსნეულად იქცევიან, როგორც ჩემო ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა მითხრეს და ისეც რაც ნახე ხე მოვიძე ინფორმაცია, აი საშუალო დონის რაღაც მედიკამენტი, რომელიც ანუ არც ენერგიაზე არაფერს არ გიგდებს რა, მოკლედ რა. მაგრამ ანუ აი ეს მედიკამენტი ეხა ანუ ამას აღარ ვსვავდი 3-4 წელი და ბიჭო მე დავიღალე რა ანუ აი მე არ ვემხრობი რა საერთოდ მედიკამენტის მიღებას ამ შემთხვევაში არ ვიცი იმიტომ რომ ცოტა ხო და აი რა იყო იგეთყვი აი შეხედე 4 წელი კაროჩე ჩვეულებრივ ვიყავ რა просто სადღაც ხო დამიტოვა ანუ დამიტოვა და ბოლოს უკვე ის პონტი იყო რომ აი მეთქი ანუ ბარემ თავი დამანებე რა ანუ აი პონტი მქონდა რა ეხლა ჩვეულებრივ ცხოვრობ მაგასთან ერთად რა რაც მე ამას ვაკეთებ როგორც მე ეს ვაკეთებ მაგრამ რაღაც ტიპი არის, რომელიც აი დამაკლდა ძილი დისკომფორტი იმ დღეს, თქნარება მაგალითად რა და მეთქი ახლა დედასუტირებ ხო მე მანდ მივბრუნდი და დავიწყე ახლა მედიკამენტები რა ერთი თვია თუ რაღაც. მაგრამ ამ წელს ვაფშე და მედიკამენტი მე აყუჩებს რა პროსტა. ვერ აყუჩებს. ხო, ან უფრო მძიმეს თუ უფრო მძიმეს. და აი უმძიმეს არ ვიყო. ეგეც არ ვარ რომ ახლა ბოსტნეულად და ეგ არის ხო და რაღაც რეალური პრობლემის მოგვარება არის ის რომ დანებ და აი წარმოიდგინე ეს ხდება ახლა შენ ნერვულ სისტემაში და აი ნელა მე ამ ყველაფრით აი ეს ხდება რა გაუშვა რამდენი ბონდ მოგვარებს თავს ვერ დავდოთ მაგრამ ერთი პლუსი ეგ ექნება რომ უფრო მეტად შეგეძლება რომ მაგასთან ვიყო თუ შენში იქნება კიდე ვიდრე ის რომ სულ აღმოფხვრა არის ბიჭო პროცენტული შანსიც რომ აღარ იყოს მაგის მერე რომ აი რამდენჯერმე თუ დანებდი შეიძლება რომ სულ გაქრეს მაგრამ თავს მართლა ვერ დავდებ. ანუ ეგრე თავს ვერ დადებ გაჩევინი და როგორ დააპრაქტიკებს რა, მაგრამ რასაც ყვება მოდუნდება, ანუ რასაც ყვება, ანუ თუ მართლა რაღაც რამე ორგანოს რამე არ ჭირს და თუ მართლა შეხედე, აი მან იმას ჩავერთვებ, ანუ ეგ მოდის მუდმივად. რომ ანუ რაღაც ეტაპზე რა, ანუ იქნება რაღაც ორგანულია და არ ვიცი. აი ძალიან ბუნება, აი ძალიან ყველაფრით. ანუ ეხა ამას შემიძლია იმენა ნაშრომი დავიცვა ამაზე, მაგრამ მე სულ მომის რომ რაღაც არის იქნებ რა, ეს ფიქრი რა. და ამდენი წელი ვერ გავიგეთ რა. მე შევდივარ რაღაც ყოველს კითხულობ ისე რომ აი როგორ შეიძლება არსებობს თუ არა რამე გულის დაავადება მაგალითად, რომელიც ესე წამში დამემართა, იმის მერე გავიდა 8 წელი და არ პროგრესირებს და რეგრესირებს. ანუ ეგეთი რაღაც არ არსებობსო რა. ანუ ვერსად ვერ ვნახე რომ გულის დაავადება რომელიც თუ 8 წელი ამ ძიმე იყო გულის მხრივ არ ვიმკურნალე პირიქით იგნორირება გაუკეთე გამოდის იმიტომ რომ ვაფშე სხვა მხრივ წავედი და ეს გაუმჯობეს და რაღაც გაჩერდა ანუ ეგეთი რაღაც გულზე ვერ იქნება რა პროსტა აი ჩემთვის ძალიან გავს რა ტრაუმას რა და მე მგონია რომ დიდი კი რაღაც ნუ პრაქტიკას გააჩნია რა ინტენსივობით და რა როგორი ნებით და როგორი რწმენით თვითონ პრაქტიკის მიმარწმენით რა რომ ეს მართლა მოგიყვარს თუ რწმენა არ გაქვს და ეხა ამაში შეგვეპარება არ მუშაობს რა ხო ხტები ანუ პროსტა არ მუშაობს მარტო იმიტომ რომ წინააღმდეგობა თავისთავად ეხა ამას რო დაუთმა 1000 რაღაც წამოგივა რა კიდე ეგრე არ მუშაობს თუ გაქვს რწმენა ეგ პრაქტიკა უეჭველი მუშაობს რა მიდიხარ მანამ სანამ აი პროსტა დაწექი რა და იყავი სულ მაგასთან გაგაქცევს მოვა იქ ფიქრი ეხა გული არ იყოს რაღაც მიდი ისე რა სულ დაბრუნდი ეგ არის ძალიან ამბავი რა მაგრამ ის უთქვა რა აი ჰოლოტროპული ან რაღაც მსგავსი რა ამ ეგეც ძალიან კარგად მუშაობს რა ან მაგასაც სუნთქვითი ვარჯიშებს ხო ამ არა სუნთქვითი ვარჯიში სხვა ეს არ არის სუნთქვითი ვარჯიში ჰოლოტროპული უფრო ცოტა მძიმეა და შეიძლება ჩემთვის უფრო მძიმე იყოს იმიტომ რომ აი რაღაც ცოტა არასიფხიზლეს გავს ცოტა ხარა? გაბრუება. ვერ ვიტყოდ. კი, სხეული. ხო და აი ეგ შემთხვევაში ტრიგერი იქნება. თან ინტენსიური სუნთქვის ხო, ეგ იმინა ტრიგერია. ხო და ტრიგერი კაია მაგ დროს ზუსტად რა. მან ეგ ხდება რა რეალურად უნდა ამ ტრიგერი. ხო, ანუ ვივიყვანო ხოლმე ჩემი თავი მაგ მდგომარეობას რაც სულ გავხდები? ტრიგერი ეგ არის რა. თუ არ გატრიგერდები, ვერც დაუწვევი ემოციას რა და მაგ ტრიგერს ხო ხარ და არის უჩამალო და სულ გაგიხარ. მე მთელი კონსტრუქცია შენი რეალობის იქნება ეგეთი. აი მაგისგან გაქცევა რომ ეგ არ მოხდეს და მე ყველაფერს ისე იზამ რომ ეგ არ მოხდეს.
ხონდა. ანუ ის როს უნდქვით ვარ ხო, ეხლა რაღაცებს ხო უკვე შეცვალა შენი ცხოვრება და ხო ისე შვები რო ეგ არ მოხდეს რა. ხო, ეგ არის რა და რაღაც დონეზე კიდე დაშენდება მაგაზე რაღაცები რა და ჰოლოტროპული ერთ-ერთი უკარგესი პრაქტიკაა იმაგისთვის რა, იმიტომ რომ რეალურად აი მან ეგ ხო რეალურად თავდაცვის სისტემაა. გაბაგული ესე რო ვთქვათ რა და ყველა ჩართული ხო და ეხლა შენ ნერვული სისტემას ჰოლოტროპული ძალიან სიმპათიკურს აი ძალიან ათრიგერებ უსწავ და მე ტოტალურ დამშვიდებაში გადადის რა და აი მან ხდება მაგის რა ის გახსნა და რომ შვიდდები ანუ ჯერ ძალიან ჟურუმი და ხო რა და ეს წინააღმდეგო ეს თავდაცვის ტიპი ვინც აი სულ რაღაცებს ბუტბუტებს და რაღაცებს აი ხა ეს კაი ეს უდე ესაშია ეს რაღაცა აი ეგ ტიპი დუნდება და მაგ დროს რაღაცები ამოდის და გადის ეთანხმები შენ რომ ამ შემთხვევაში შემწერო კარგი იყოს ეს გამოვიდეს არ ვიცი აი ზოდა ეჭვი შემთხვევაში საუბარს უმთხევდი პირველ რიგში მას რამდენად სხვანაირად გავითრიგერებ და დავწავოდი ჯერ უფრო 7 სჭირდება ჩემი აი უფრო როგორც მე დაგაწვენდი ეგრევე რა მე არ უზავდი მაგას და ეგრევე გაიყო აი შენ წიგზე მინდოდა რომ მეკითხა ბოლოს რა და ეგრევე წავსულიყავი ბოლოსკენ რა მახსოვს რომ კაი sci-fi რაღაც ძალიან საინტერესო ის არ წამიკითხავს თან ვკითხე თეორიის სიტყვით როგორ მოვიდა ეგ საერთოდ რაღაც ჩემთვის ძალიან ფანტასტიკაა რომ ეხლა თავშედა წიგნი დავწერო ვერ წარმომიდგენია ეგეთ რაღაც წიგნს როგორ წერენ ადამიანები რა მაგარ წიგნებს ეგ მაინტერესებს თვითონ როგორც workflow ტექნიკა როგორ მიხვედი მაქამდე და მე შინაარსობრივადაც როგორ იყო რა კავშირი ერთი უეჭველი თავხედი უნდა იყო ეგრე მგონია იმიტომ რომ თავხედი თუ არ ხარ ანუ აი ეგ მომენტი სულ გაქვს რომ ანუ რა უნდა დავწერო ანუ მე ვინ ვარ რო წიგნი ხო ანუ რაღაც ტრანი პონტია რა ანუ შეიძლება მოთხრობა დაწერო მაგრამ აი წიგნი რო ავაწყო და რაღაცა თან ყველა ვინც ახლა წიგს წერს ეგრე ხო არა რომ 50 წლის რა ინტელექტუალი დაждდა ეგრეც ხდება ძირითადად აი რომ პატარა ასაკში იწყებ როცა დებილი ხარ რა და რაღაცებს ცდილობ რა და ეგრე იყო ჩემთვის ანუ პირველი წიგნი ეგრე იყო 2015 წელი იყო მე მგონი ხო რაღაც ბარში სვამდით და რაღაც იდეა მომიღას ტიპმა მითხრა რომ თეზი გაბუნია მითხრა ვიცი თეზი თუ გნახავს თუ იცნობთ არ ვიცი თეზი მითხრა ეგეთ რაღაცა რომ რაღაცა სამყარო კაროჩე ანუ სადღაცო უეჭველიო მაინცო ესეთი უბედურებაში ვიქნებით და მე ვთხარი რომ მომავალში შევქმნით მეთქი უეჭველი რაღაც ჩვენი ბაზარი იყო რაღაც ეგეთი ხო რა რაღაც ირიმზე იყო ბარი ეგეთი და მეთქი რაღაც სამყარო შევქმნით თქო სადაც ანუ ციფრულად იქნება ყველაფერი თქო და ყველაფერს გააკონტროლებთ თქო რა ანუ და შესაბამისად ედემის პონტი იქნება თქო რა მაგრამ ციფრულად იქნება თქო რა და ანუ აი ნერვულ დონეზე და ემოციურ დონეზე რაღაც ფიქრებით ჩართავ გამორთავ თქო რა ანუ მოკლედ ღმერთი იქნება თქო რაღაც მომენტში ადამი და ევას მდგომარეობას გავს 60-ში ოღონდ არა კონტროლებენ მაგრამ პროსტა ბედნიერები არიან ანუ უპრობლემოდ არიან მაგრამ ვაშლი გაიჩნდება და ეს ვაშლი სისტემაა რომ ცნობის მოყარეობაა და თუ ეგეთი ტიპი ხარ ყველაფერი გაქვს სადღაც ცნობის მოყარეობას მკვდარი უნდა იყოს ჩემი. 64-ია. მივედით დაუბრუნდით საწყისს. 64-ია. დაუბრუნდით საწყისს და აი მაგაზე ვიბაზრებთ, მაგრამ სახში წამოვედი მეთქი მაგარია თქო. არა პოდკასტის საწყისებსაც რა მოშ ჩემი მასას ელტოლოს გაეცა პასუხი. ხო და ეგ არის და მეთქი ანუ რა კაიდია და მე პროსტა დილით რო გავუძე მეთქი ანუ ეს იდეა უნდა ჩავინიშნო კიდევ არ დამავიწყდა ვაფშე რა რო ეგ ვიბაზრე. და პროსტა სადღაც ჩავინიშნე და მე მეთქი რა გავაკეთე და პროსტა დავჯექი და ეგ თავხედობის მომენტი იყო რომ მეთქი წიგს დავწერთ თქო. არა რაღაცებს წერა კი მაქვს დაწყებული აი ჩემ ტრიპებს რაღაცებს სულ ვიწერ მაგრამ ეგ რო წიგნი გახდეს მაგრამ მან რა იყო იცი ანუ ეხლა რო ვხედავ რაც გავაკეთე მაშინ რა იყო აი პროსტა იყო რა ანუ აი პროსტა სურვილი იდეა და ეგ იყო ანუ მე მეორე წიგნს დავწერე და მანდაც ეგ იყო მან როგორც ყველაფერში მე რეჩდება რომ ანუ აღარ გაკმაყოფილებს ეგ რა ანუ ეხლა რო ვფიქრები პირველი წიგნის იდეა ძალიან მომწონს ანუ ის მოქსი რასაც ქვია და ძალიან მოქსი ქვია მაგრამ ეხლა რო წერდე მაგას თავიდან რო ვიწყებდი ანუ იმინა კვლევის დონეზე დავწერდი კვლევის დონეზე არა ის რომ კვლევას ჩავდები წიგნში და მოსაწყენი გახდებოდა გულისხმობს რომ მაქვს მინდა რომ უფრო ღრმა იყოს რა გულისხმობ რაღაცა თუ ტექნოლოგიაზე ვსაუბრობ მინდა რომ hard science fiction-ი იყოს რა ანუ ყველა დეტალი იყოს შეგნით რეალურად ისეთი როგორც აი დიდი sci-fi ავტორები ვინც ხო კლარკი და ვიღაცები ეგეთ დონეზე და აი ხავ ჩალჩობ მაგას რომ მესამე წიგნზე მუშაობ ახლა რომელიც დავამთავრე
მაგრამ ეხლა ვარ პროცესში რომ ვუბრუნდები. ანუ ერთი მოქსი, მეორე მე ოქსიმორონი ქვია, მე ოქსიმორონი არის ვიღაც ტიპზე რომ აი გაკ ჩემთვის მოყოლ და ეგ მე ოქსიმორონი. მე მგონი ხო. მანდ არის აი იდენტობის რაღაც ჭიდილი და ეგეთი რაღაც პონტია რომ ანუ ტიპს არაცნობიერად ღმერთია გავჩი ეგ პერსონაჟი. ოღონდ რატომ მთელი წიგნი არის ისე, იმიტომ რომ პროსტა ანუ უცებად ჩდება რომ ანუ იღვიძებს, ანუ რასაც გაიფიქრებს, ეგ ხდება. ოღონდ უკონტროლო, როგორც ფიქრია უკონტროლო, ეგრე. ანუ რაღაცა გავიფიქრო, შეიძლება ეგ დაგემართოს. ანუ ტიპა ეგეთი პონტი ემართება ამ ტიპს, ანუ ვერ აკონტროლებს მაგ skills. და ნუ ტანჯვაა ეგ რა, წარმოიდგინე ადამიანებს აკრობს, მე იფიქრებს და აბრუნებს, მაგრამ ანუ მუდმივ ტანჯვაში ხარ რა, ფიქს ვერ აკონტროლებს, წარმოიდგინე და ვერ ხვდება თან რატო უნდა ან ვინ ვარ ვაფშე რომ მაგას მივახციე თუ რაღაც რა და ნუ ეხლა აღარ მოვავის მე არის ბოლოში რატომაც ქონდა ეს სკილი თუ სკილი ქვია ამ ტიპს რა მთელი ეგა რა. ხო და ნუ ეგ მეორე იყო, მაგრამ ეგენი იყო მაინც აი როგორ გითხრა, პროსტა ფიქრი და ემოცია იყო და აი ხა მესამეზე ასე ვაკეთებ, აი რომ აი იმინა ეხლა რომ დავუბრუნდი, მივხვდი რომ დავუბრუნდი დამთავრებულ წიგს, ეხლა უფრო მეტი შრომა მაქვს შეგნით, იმიტომ რომ აი რაღაც მაგალითად მზის სისტემაში მე-9 პლანეტა არის ეგეთი თეორია, რომ გვაქვს მე-9 პლანეტა. კიდე რაღაც ახალი, ხო. იმიტომ რომ ანუ ასტეროიდების სარტყელი რაც არის ტრანად მოძრაობს და ნიშნავს რომ იქ სადღაც რაღაც ობიექტია. მან ვიპოვე რაღაც რა ქვია ბოგას? მე-9 პლანეტა ესე ქვია პროსტა. და რომელიც სარტყელს ასტეროიდის სარტყელს სulis და მან იყო ეგეთი თეორია, ვიღაც ტიპები არიან, ვიღაც გერმანელები, ორი მეცნიერია, რომელმაც დაწერა კვლევა მაგაზე, რომ ეს მე-9 პლანეტა შეიძლება იყოს მიკრო შავი ხვრელი. ანუ პრიმორდალ შავი ხვრელიაც არის, ან პირველ ყოფილი შავი ხვრელი, რომელიც არ იზრდება ზომაში. მაგრამ დიდი აფეთქების დროს, ფლუქტუაციის დროს გაჩნდა და დარჩა ეგრე რა. და ამას შეიძლება დაედო საფუძველი, მაგალითად, რომ მზის სისტემა დღეს როგორც არის ჩამოყალიბდა და ეგრე, ანუ ეგეც მზის გარშემო ბრუნავს და მოკლედ ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც სინამდვილეში ზომაში უნდა იყოს გრეიპფრუტის ხელა, ან რაღაცა ესეთი და გრავიტაცია აქვს 10 მზის ხელა რა. ეს არის ჩვეულის სამეცნიერო თეორია რა. რომელზეც მაგაზე ავაწყო ხა მაგალითად ეს წიგნი. მე იქ არის უკვე ტექნიკური რაღაცები, მაგალითად ეს spaceship-ი, ანუ თემა ისე რომ ამას რო პოულობენ, ანუ გადაწყვიტავენ რომ მივიდნენ ამ შავხრელთან და დრო მოიგონ, აი ინტერსტელარში ხო რაღაც მომენტში პლანეტაზე ვждებიან რაღაც. დრო რომ მოიგონ. და ეს არის ჩემთვის ინსტრუმენტი რომ ეს ტიპები გადავიყონო მე მომავალში და იქ მომავალი ჩდება როგორც მაინტერესებს როგორ იქნება და იქ სიუჟეტი იქ ვითარდება. აი ეს პროცესი მაგალითად ეს spaceship-ი რომ მიდის, ანუ აქ უკვე რთული ორბიტებს, ანუ AI-სთან ერთად მე თვითონ ფიზიკურად ვერ შევძლებ მაგის დათვლას რა. ორბიტებს რთული მაგალითად ფან ისტორია მან, ანუ გავიჭედე რა, მოკლედ აღმოჩნდა რომ ეს მიკრო შავი ხვრელი იმდენად არასტაბილური ორბიტა აქვს, რომ შეუძლებელია რომ დროში მოგზაურობისთვის გამოიყენო. იმიტომ რომ იმის ორბიტა, სადაც უნდა განთავსდე, არის ნანომეტრები რა. ანუ და შენ მიდიხარ 300 მეტრიანი spaceship-ი და ნანომეტრში spaceship-ს ვერ განათავსებ რა. და მე მთელი წიგნი ავაწყე და სულ მქონდა იმედი რომ აი ბოლოს უეჭველი გავაправებ რა და ეხლა რომ მივბრუნდი მაგრამ ვეღარ ვაправებ რა. რაღაც ის კიდე რომ შემოიტანო. ხო, მაშინ ვიჩიტები რომ ვაფშე ამოვიღო ეს მე-9 პლანეტა. რაღაც მარველში რაღაც ის რომ პატარა. ხო, მაგრამ ეგ ანუ მან პრობლემა ეს არის მან არ არის ახსნილი სინამდვილეში. მე მიყვარს ესეთი hard science fiction-ის რაც სიუჟეტი მნიშვნელოვანია ყველაფერი თავარი განი, მაგრამ მინდა რომ იყოს, ანუ ვიღაც ცოტა ისე ცოდნე ტიპი რო წაიკითხავს, აი რა სისულელეა ხა ეს, საიდან მოიგონაო, ეგ რო არ თქვას რა. და რაღაც დონეზე რეალურ რაღაცებს. რეალურ ტექნოლოგიას, რაც პოტენციალი არის, ფიზიკის კანონი არ დავარღვიო მაგალითად და ეხა ვიპოვე აი გუშინ ჩემი ერთი მეგობარია ფიზიკოსი და იმასთან ღამეს ვათმევ და ვიპოვე გამოსავალი რომ ანუ მოკლედ შენ შეგიძლია ეს ნანომეტრი გამოიყენო, ოღონდ როგორ შეგეტყვი spaceship-ი და წახვიდე, უნდა ქონდეს ბირთვული ძრავა, რომელიც იწყებ აჩქარებას და აჩქარებით უახლოვდები სინათლის სიჩქარის 99%, მაგრამ ამისთვის შენ გჭირდება, ხა არ ვიცი რამდენად საჭირო. ამისთვის გჭირდება ესეთი რაღაც, წარმოიდგინე, ძალიან რო ჩქარდები, უსასრულოდ ბევრი დრო გჭირდება. ანუ იმ სიჩქარეს რომ მიაღწიო. მაგრამ 1G-ით, ანუ 1 გრავიტაციით შეგიძლია რომ მაგას მიაღწიო, მაგრამ გჭირდება ძალიან ბევრი დრო. და ანუ რაღაც მომენტში გამოდის რომ ტიპი ამდენი ხანი Twitter-ია რა დროში მოგზაურობა. და მან არის ეგეთი თემა თურმე, რაც გავიაზრე, რომ შენ ხო ამას ძალიან ჩქარა რომ მოძრაო, ავტომატურად დრო შენთვის სხვანაირად გადის, მაგრამ დროში ვერ მოგზაურობ, იმიტომ რომ მან არის ტყუპების პარადოქსი თუ გსმენთ. ანუ შენ რომ მოძრაობ ძალიან სწრაფად, ის მოძრაობს ძალიან სწრაფად. ამიტომ შენ კი იგებ დროს, მაგრამ ვერ იგებ სხვასთან. პარადოქსია, ანუ ისიც კი სწრაფად მოძრაობს შენთვის და მაშინ შენ როგორ იგებ დროს? ამიტომ ამას ვერ იყენებ, თუ არის და sci-fi-ში არასწორად არის ეგ რომ ვითომ ძალიან სწრაფად რომ ის ხოლმე ხომ დროში მოგზაურობას იწყებს. დროში მოგზაურობას ვერ იწყებ, მაგრამ შიგნით ტრანად გადის დრო. პარადოქსია, ვერ იხსნება მოკლედ ეგ რა და მაგით უბრალოდ თავის სკიჩდება რომ იმდენად მე რო ჩქარდები და დრო თუ ულევად გაქვს შიგნით მიუხედავად იმისა რომ მართლა ულევად გაქვს, მაგრამ დროს მაინც ვერ იგებ გარე დამკვირვებლისთვის. მან ხდები პატარა, ანუ ნანომეტრებში ეტევი.
ანუ მარტო იმინა ფიზიკაა რა. ანუ ნანომეტრებში ეტევი, მანდ. ანუ შენ გამოგდის რომ უსასრულო დრო გაქვს, მაგრამ ეს უსასრულო დრო ერთ კვირაში გადის შენთვის და სამყაროსთვისაც იგივენაირად გადის, ამათ ვერ მოგე, მაგრამ როგორც კი ნანომეტრი ხდები, ეგრევე შედიხარ ამ ორბიტაზე და გადიხარ სიგიჟე, ანუ მაგრამ ეგ არის ფიზიკა, ეგ რომ ანუ ამ ნანომეტრში შეგიძლია 300 მეტრიანი ხომალდი გაატარო. და როგორც კი ერთი წამი ამ ნანომეტრში გაივლი, რაღაცა ეგეთი თითქოს ეხა პირველად არ არის sci-fi-ში ეგეთი ელემენტი სხვადასხვა. არსად არ არის. ანუ არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება აქვს. რაღაც თითქოს ეგეთი ელემენტი რომ აი ეს იყოს ნაჩვენები რომ ანუ spaceship-ი შენ შეგიძლია ძალიან ჩქარწ გაახადო ნანომეტრი და ნანომეტრში დასვა ორბიტაში. არსად არ გამიგია ანუ. ხო და აი ეგ ქონდა გუშინ ბოლო აღმოჩენა რომ მეთქი აი ვიპოვეთ გამოსავალი თუ რაღაც რა. რა ძალიან საინტერესო ისაა. ხო და აი ეხა ეგ მინდა რომ აი რაღაცა ეგრე მიუდგე მოკლედ რა. ანუ რომ რაღაც ლიტერატურას ეგრე მიუდგე, ანუ რომ უფრო რაღაც ღრმა იყოს და მყარი იყოს, იმიტომ რომ ის ორი წიგნი არის იდეები მომწონს. აი ჩემი ფანტაზია რა. და სახელი არის წიგნის თუ? ბიჭო, სახელი არ ვიცი ხო, რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე თვითონ საერთოდ შერას დავარქვა. ხო, ერთი ის მინდა და ბოლოს მეკითხა, რომ შენი ყველაზე საყვარელი science წიგნი ან ფილმი, ან ორივე ერთად. Science თუ სამეცნიერო ხო, sci-fi. ბიჭო, აი რა რთულია, მაგრამ აი ყველაზე არასწორია. ხო, ბანალურად ვიტყვი, რომ აი კოსმოსი როდესია კუბრიკის თუ გაქვს ნახე, ზოგადად ერთ წელს, ანუ ეგ არის ყველაზე ეგ ძალიან ძველია, ხო? 68 წლის ფილმია, 1968-ში. ეგ არის ყველაზე სრულყოფილი sci-fi ფილმი, რაც ოდესმე გადაუღიათ, იმიტომ რომ მანდ არის ყველაფერი, ანუ მანდ არის AI-ის თემა, მანდ არის კოსმოსის, ასტროფიზიკა, ფსიქოლოგია, ევოლუცია, ანუ ყველაფერია ჩასმული და ყველაფერი არის გემოვნებიან ჩასმული, თორე შენ შეიძლება ხა ადგილ და ყველაფერი ჩატენო და იყოს უხარისხო. ვაფშე არაფერი არ გაწუხებს. ტექნოლოგია პირდაპირ ფილმს რო უყურებ, პლანშეტს დაინახავ 1968 წლის ფილმში. მართლა პლანშეტი, ანუ ვაფშე არაფერს, იმინა პლანშეტია და ტიპი იმინა ეს იმინა პლანშეტია, ვერანაირი განსხვავებას ვერ იგრძნობს. ანუ ტიპი ადგილ და პლანშეტი დადო. უამრავი რაღაცებია. AI მაგალითად რა ChatGPT-ია, ოდნავ განვითარებულია, მაგრამ დაახლოებით ChatGPT-ია ეს HAL 9000 რა. თუ არქიტექტურა არის რაღაც საოცარი, ტიპს spaceships რო უყურებ და 1968 წელია, როცა ადამიანი თვარეზე არ არის დამჯდარი ჯერ. და კამერას ეხაც რო ჩართოთ, რა ვიცი, ანუ ვაფშე ვერ მიხვდები, რომ ეს ფილმი არის გადაღებული 1960, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენ. შენ ჩართო 1960 წლის ფილმი, მიხვდები ვაფშე რა ხდება. და ამა როგორ გადაიღო მაგას რო ხვდები რა. ამიტომ დროში მოგზაურობ. ხო, შეიძლება. ეგ წამოიღო რაღაცა. მე ამბობდნენ სხვა შორის 1969 წელს პირველად რომ ადამიანი თვარეს დაჯდა და მაგაზე რომ გაატრაკეს რომ ფეიქი იყო, მაგაზე ამბობდა ვიღაცეები, რომ ბიჭო ფეიქი იქნება, ხო კუბრიკმა თუ გადაიღო ესეთი ხარისხით, რომ მომენტო იქნებ კუბრის გადაგებინეს თვარეზე დაждომაც. ხო, მაგარი ხარისხით რაღაც. ხო, ამოწეცეცხლი მოგინა. ასე ჩვენ აქ კი ვზილეთ ჩვენ რავი ჩვენ. გამისანა მაგრამ მოკეთ რა ხდება.